შენ გეუბნებიან რომ უნდა შეეგო სიღარიბეს. გარწმუნებენ რომ აქ არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს. უნდათ დაგაჯერონ რომ ეს ქვეყანა არა შენი, არამედ მათი საკუთრებაა. ცდილობენ გაფიქრებინონ რომ უკეთესი დღე შეუძლებელია გათენდეს. ისინი ოცნებობენ რომ შენ სასოწარკვეთილი გაიქცევის საკუთარი ქვეყნიდან. მაგრამ ისინი გატყუებენ. აქ შენი სივრცეა და შენი ხმა ისმის. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა შენს პრობლემაზე. და აქ შენ იპოვი რწმენას, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. ეს სხვანანუკაა შენი მოკავშირე მთავარ არხზე. სხვანანუკა მთავარზე. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 10-ზე. საღამოში და ვისაც დღეს არის ოთხშაბათი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შეხვედრის დღეა, რაც მე მართლა ძალიან გულწრფელად მიხარია დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემ სტუდიაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის ბევრი აქვთ მოსაყოლი. დღეს ამ სტუდიაში პირველად ქართულ ტელესივრცეში დაждდება ბიჭი, რომელიც მოყვება როგორ გააუპატიუროს და როცა ვამბობ, რომ ეს პირველად ხდება, გულისხმობ იმას, რომ ბიჭის სახეს არ მალავს და ღიად და გახსნილად ყვება თემას, რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენია. დამნაშავე არის პოლიციელი, ეს ამბავი არის ვრცელი და არ ვიცი რამდენად შესაბამება ეს სიტყვა, მაგრამ ძალიან უცნაური, იმიტომ რომ არ იწყება დანაშაულის მომენტიდან ამას მთელი თავისი პრეისტორიები აქვს. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ უნდა დასხდეთ ტელეეკრანთან და მოგვისმინოთ, თუმცა მანამდე ვსაუბრობ სხვა თემაზე. ეს არის თემა, საქართველოში არის 215 მიუსაფარი ბავშვი და აქედან 153 არის შეზღუდული შესაძლებლობების, რაც ბუნებრივია ართულებს არსებულ რეალობას. იქედან გამომდინარე, რომ ასეთ ბავშვებს როგორც წესი ყოველთვის იწუნებენ დედობის მსურველები, ყოველთვის არა, ხშირ შემთხვევაში ყოველთვის რომ იწუნებდნენ, ძალიან ბევრ ასეთი ტიპის ბავშვს ვერ გააშვილებდნენ უბრალოდ. დედობის მსურველი ათასობით ქალია. მე გამიკეთები არაერთი გადაცემა, სადაც ჩვენ გვისაუბრია რა რთულია ამ ქვეყანაში შვილად აყვანის თემა, რა გრძელია რიგები. თუმცა დღეს ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ვსაუბრობთ ქალზე, რომელმაც 2 შვილი მიუსაფარობას გადაარჩინა და ქალზე, რომელსაც მართლა ძალიან კარგად და ძალიან საინტერესო მოსასმენი ისტორია აქვს. მოკლედ, სხვისი შვილების დედა ლია მუხაშავრია სხვანანუკაში. ქალბატონ ლია, უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმარი. ჩვენ მე შორიდან მოგესალმებით, ისე როგორც კორონის ჟამს ესალმებიან ერთმანეთს. მე მახსოვს, როდესაც თქვენ იყავით ჩემი სტუმარი ნანუკა შოუში. დიახ. მაშინ საუბრობდით თქვენს პირველ შვილზე. დიახ. ახლა გვიწევს ვისაუბროთ თქვენს მეორე შვილზე, მაგრამ ვისაც ის გადაცემა არ უნახავს, 2 სიტყვით მინდა დავიწყოთ ისტორია იქედან, როდესაც 2000 წელს გადაწყვეტეთ, რომ გეშვილებინათ გოგონა. დიახ. სხვათა შორის ვიდრე საუბარს დავიწყებ, მინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ კი ვისაუბრეთ გადაცემის დაწყებამდე ამ თემაზე, რომ ძალიან უცნაურია, რომ საქართველოში ადამიანები ღიად არ საუბრობენ, როდესაც შვილები ყავთ აყვანილი. როგორ გონიათ რა ხდება, რატომ არის ეს, რომ მაინც მალავენ ამ თემას? მეც მიყვარს სხვათა შორის, რომ ამ თემაზე ღიად საუბარს ბევრი გაურბის ალბათ და ალბათ აქვთ მიზეზი. ალბათ ფიქრობენ, რომ საზოგადოება მაინც არ არის მზად მიიღოს ეს თემა ძალიან გულწრფელად და რატომღაც გონიათ, რომ განსხვავება არის. თუმცა მე ყოველთვის ხალხსგასმით ვამბობ ხოლმე, რომ არანაირი განსხვავება არ არის. აი, ჩემი დიდი გამოცდილების შედეგად შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არანაირი განსხვავება არ არის ბიოლოგიურ და ნაშვილებს შვილში. აი, ვიხსენებ აი ქალბატონ ირინას სარიშვილს, ნინო ხაჟომიას ვიხსენებ. კიდევ აი სულ რაღაც აი რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ან მეორე საკითხია, რომ შეიძლება რაღაცნაირად საკუთარ შვილებს იცავენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის მაინც ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, როდესაც მე ამ ბავშვებისკენ თიც იშვერენ. შეიძლება გააკეთონ ეს და ამის საწინააღმდეგოდ მე პირიქით ვფიქრობ, რომ საჯაროვა არის ყველაზე კარგი იმუნიტეტი ასეთი ოჯახების თავდასხმისაგან დასაცავად. აი მე ახლა ირაკლი როცა ვიშვილე 2 წლის წინ, პირველი რაც გავაკეთე, ის წავიდა იქ სოფელში სკოლაში და დავპატიჟე რაღაც ერთ თვეში შევთანხმდი დამრიგებელს და უთხარი, რომ მე მინდა რომ კლასი დავპატიჟო ჩვენთან სახლში და ყველას ვუთხრა, რომ მე ირაკლი ვიშვილე, იმიტომ რომ მაინც გაიგებენ და პირიქით მინდა რომ მე სწორად დავხსნა ბავშვებს და უნდა გითხრათ, რომ მასწავლებელი ცოტა არ იყოს შეკრთა და ცოტა არ იყოს დაიბნა და მე ვთქვი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში და მე დარწმუნებული რომ ეს უკეთესია და მე მითხრა, რომ არა, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეს გააკეთოთ. ახლა მე პროფესიული უნარი მაქვს ადამიანები დავარწმუნო და მართლა ძალიან საინტერესო
სანახავი ანუ სახში დაიბადა ეზოში მოვიდა მთელი კლასი, სხვათა შორის რომელი კლასი, მეოთხე კლასში და მშობლებიც მოვიდნენ, მაგრამ ეგ მშობლები დაკავებულები იყვნენ იქ რაღაცა სუფრას აწყობდნენ და პიკნიკს და მე ბავშვები გამოვიხმე ცალკე იქ ცეკვავდნენ ისინი და მე უთხარი რომ ერთი წუთი შესვენება უნდა გამოვაცხადოთ და ყველანი კიბეზე გამწკრივდნენ და მე უთხარი რომ აბა ვინ იცის რომ მე ირაკლი ვიშვილე და 2-3 აწია ხელი გაუბედავარ. მე მინდა რომ ყველა მიცოდეს რომ ირაკლი ვიშვილე თქო და აი დავინახე ინტერესი ბავშვების თვალებში და მე უთხარი რომ პირიქით მე მინდა ყველა მიცოდეს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მაგარი დედაშვილი ვართ, ვიდრე თქვენ და თქვენი დედიკოები, იმიტომ რომ თქვენ როცა გაჩნდით, თქვენმა დედიკოებმა არ იცოდნენ ვინ იქნებოდით და მე როცა ირაკლი ვიშვილე ზუსტად ვიცოდი ვინ იქნებოდა ჩემი შვილი და მან იცოდა ვინ იქნებოდა მისი დედა. ამიტომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ და თანაც აი სასამართლოში რო ვიყავით, მოსამართლემ გამოკითხა და მოსამართლეს მან უთხრა რომ მე მინდა რომ ლია მიშვილოს და რამდენი წლის იყო? ირაკლი 7-ის იყო. როდესაც თუმცა მანამდე მინდობით აღზრდაში იყო. მანამ 2 წელი ის მინდობით აღზრდაში იყო და სხვათა შორის არ დაუმალავს იმ ქალბატონს, რომელთანაც ის იზრდებოდა, რომ ირაკლი არ იყო ადვილი, ასე ვთქვათ, მარტივად გასაზრდელი ბავშვი და სირთულეები ჰქონდა, მას ჰქონდა ჰიპერაქტიურობა, ეწერა, უჭირდა სწავლა, მაგრამ თანდათან ეს დავძლიეთ ჩვენ და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ის იქნება წარმატებული ადამიანი, იმიტომ რომ რასაც უყურებ მის პროგრესს, ეს ძალიან თვალსაჩინოა. ისეთ რა არის, მოდი ირაკლით დავიწყოთ და პირველ თემას მაშინ ის რაღაცა რომ ირაკლი უნდა გავაგრძელოთ, ეხლა ვერ გავაჩერებთ ამას. როდესაც აი მიხვედით და ნახეთ, ჯერ ერთი ყველაზე უცნაური და ემოციური არის ის, რომ თქვენ რიგში ჩადექით მაშინ, როდესაც ირაკლი საერთოდ დაბადებული არ იყო. დიახ. და დაგიკავშირდნენ, რომ აი მაგალითად უკვე 7 წელი რასალოდებოდნენ, თუ მანამდე ვინმეს დაუკავშირდნენ და უარი იყო, თუ აი როგორ ხდებოდა ეს? არა, იცით რა, მე როცა რიგში ოფიციალურად დავდექი, მე დამავიწყდა კიდეც ეს ამბავი და როცა მოვიკითხე, რომ რატო გაგრძელდა ამდენი ხანი, მითხრეს, რომ თქვენ ყოველ წელს უნდა შემოგეტანათ საბუთები, თქვენ უნდა გაგევლოთ ტრეინინგი, რომელიც არ გაიარეთ, იმიტომ რომ კანონი შეიცვალა. მე ვთქვი, მე მზად ვარ ყველა მოთხოვნა შევასრულო და აი მაშინ იყო რომ დამიბარეს ტრეინინგზე და ტრეინინგზე ტრენერები გაუცებულები დარჩნენ, როცა მე დამინახეს და მკითხეს, რომ შენ რაღა გინდა ახო და მე ვთქვი, როგორ თუ რა მინდა ასეა ჩემი საქმე, ველოდები ბავშვს და იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ამ ტრეინინგზე ტრენერებმა რომ დაინახეს, რომ მეც კი ამდენი წელი რიგში ვდგავარ, რომ დაბრუნდნენ ალბათ თბილისში თქვეს, რომ ეს რა ხდება. აი მაშინ ირაკლი გამოიძებნა სადღაც ერთ თვეში. და უკვე მე შემოთავაზება მანამ არ მქონია, გესმით? ანუ ეს რაღაცა ბიუროკრატიული პრობლემა აფერხებდა. ან არ ახსოვდათ, ან აი ეს არ არის პრიორიტეტული არის სხვა საკითხები. ალბათ ყველა ვიცის, რომ აი სოციალურ მუშაკებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და პრობლემურია მათი სამუშაო. შეიძლება ამის ბრალიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე შემოთავაზება მივიღე, ახლა კანონი მკაცრად განსაზღვრავს ასაკობრივ ზღვას და მოთხოვნებს დედას რა შემთხვევაში ახშულად აყვანისმო. იცით რა, რომ მიხვედით რა უთხარით, რომ მე ვინ ვარ? არაფერი, მე მას ესე იგი რო შევხვდი, იმ ქალბატონმა მიცნო, ვისთანაც ის იზრდებოდა და მან მოიყვანა და მან მიცნო და ძალიან გაოცებული დარჩა და მითხრა, რომ თქვენ გინდათ იშვილოთ. მე ვთქვი, კი, იმიტომ რომ ეს ჩემი ბოლო შანსია. და ასაკის გამო ასაკის გამო რა თქმა უნდა. ხო, ის მე შვილიშვილად შემეფერება, გულახდილად რო გითხრათ და არ არის ეს მარტივი ამბავი, მაგრამ ეს ჩემთვის იყო შანსი, რომელსაც თქვენთვის ძალიან კარგი გამოწვევა ამ ასაკში, როდესაც ესეთი პატარა შვილი გყავთ. ყველაფერი ხო ცხოვრებაში საინტერესოა, როცა უცნაურობები თავიდან დავიწყე და ძალიან კარგია. კი. და აი ეს ამბავი რო ეს მან რო დამინახა, ხო, მე უთხარი, რომ იცი რა, მე ვცხოვრობ სოფელში, მაქვს დიდი ეზო, ესეც კიდე ცალკე თემა გურიაში რომ გადახვედით საცხოვრებლად და მყავს ზაღლი, მყავს კატა, მყავს ქათმები და ძალიან კარგი ეზო მაქვს და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ სხვა ახლოს არის, სხვაზე ვივლით იყო ზაფხული და წამოხვალ ჩემთან და მან მითხრა რომ კი წამოვალ. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით, ვიდრე ასე ვთქვათ სოციალური მომსახურების აგენტო გადაწყვეტდა ამ საკითხს. და ვინაიდან ძალიან შევიწროებული იყო, დროსულ 2 დღე მქონდა და ამ 2 დღის განმავლობაში 3-ჯერ შევხვდით. და მე ასე ვთქვათ ძალიან ვიყავი მოწადინებული, რომ ირაკლი წამეყვანა.
და მე იყო ძალიან საინტერესო სასამართლო განხილვა. მე მინდოდა რომ მას ეს პროცესი ენახა და ყოფილიყო ჩართული. აი როცა შევიტანეთ განცხადება სასამართლოში, მე წავიყვანეთ თან და კანცელარიაში რომ მივიტანე დოკუმენტები. ამ დროს უკვე თანაცხოვრება რამდენი ხნის დაწყებული? ამ დროისთვის უკვე თვეზე მეტი იყო ჩემთან და მეუთხარი კანცელარიის თანამშრომელს რომ აი ჩვენ შვილებაზე გვაქვს შემოტანილი და იმ ქალმა ესე ფრთხილად მკითხა ეს ბავშვიაო, ესე ფრთხილად. დიახ, მეუთხარი ეს ბავშვია და აი ჩვენ ერთად მოვედით და ძალიან გვინდა რომ პროცესზეც ერთად მოვიდეთ და მე მოვამზადე იმისთვის რომ თუ მოსამართლეს მოუნდებოდა მასთან გასაუბრება, ის არ ყოფილიყო ასე ვთქვათ მოუმზადებელი და ვუთხარი რომ სასამართლოში აუცილებელი სიმართლე ილაპარაკო. აი მეც კი რომელიც ხშირად გამოვდივარ სასამართლოში, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, იმიტომ რომ თუ იტყვით ყუილს ეს დასჯადია და შეიძლება დაიჭირონ ადამიანი ყუილის თქმისთვის და მოსამართლეს არაფერი არ უნდა დაუმალო, თუ რამე არ გახსოვს, უნდა უთხრა რომ არ მახსოვს ან არ ვიცი და ძალიან საინტერესო იყო მოსამართლე ახალგაზრდა ქალბატონი იყო და მისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ კატეგორიის საქმეს იხილავდა და მან მოისურვა ბავშვის ნახვა და მასთან გასაუბრება. და მე ამ ისტორიას ყვებოდი ხშირად ირაკლისთან დასწრებითაც, იმიტომ რომ აი მოსამართლე თვალყურს ადევნებს ახლა შენ როგორ მოიქცევი და როგორ კარგად შეეთვისები ახალ გარემოს, როგორი კარგი დამჯერი. გაითვალისწინა ეს მთელი ეს თქვენი? კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შეასრულა ზედმიწევა. ძალიან კარგად შეასრულა. როგორ აი მაგალითად მიხვედით სახლში ამოალაგეთ ჩემოდანი, დასხედით და აი პირველი რა იყო ესეთი? უი, ძალიან საინტერესო იყო. ესე იგი, გენდერული პრობლემები მაშინვე დავინახე. მე რო ვუთხარი ხა გოგო ყავდა ჩვილი და მარტივი იყო. მე რო ვუთხარი ხა ჩვენ ვისადილებთ, ის მოეწყო მაგიდასთან და დაჯდა და მელოდება. მე ვუთხარი რომ იცი რა, მე სადილი მოვამზადე, ხა შენ უნდა მომეხმარო, რომ ჩვენ ეს სუფრა გავაწყოთ ერთად. და შენ იცი ეს მეთქი და მითხრა არაო, ხო და მე გასწავლი, მე ვუთხარი რომ აი თებში უნდა დადო, ჩანგალი აქეთ, დანა აქეთ, ხელსახოცი აქეთ, აქ პური უნდა დაიდო შუაში, კერძი ასე და ეს ძალიან მოეწონა სხვათა შორის. ანუ მე ვცდილობ მას ვასწავლო ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს და რაც მას ცხოვრებაში გამოადგება და ეს ეხება ყველაფერს, სამეურნეო საქმიანობას. აი, როდესაც ბაღში ვმუშაობ, აი რატო აჭრი ტოტებს მეკითხებოდა. იმიტომ რომ მე ვუხსნი რომ თუ ფოთოლს ან ტოტს მოგლეჯ ყვავილს ან მცენარეს ეტკინება და აი შენ ხო აჭრი მითხრა და არა მე იმიტომ ვაჭრი რომ უფრო ლამაზი გაიზარდოს, უფრო ბევრი მოისხას, უფრო ჯამრთელი იყოს. ხო აი რატო უბარავ ხელს? ხო ანუ ყველაფერი აინტერესებს. რა თქმა უნდა. მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველ რიგში მოდით გულწრფელები ვიყოთ რომ რაღაცნაირად ეს თანაცხოვრება მესმის რომ ნებისმიერი თანაცხოვრების დროს მე უკვე აღქმა აბსოლუტურად როგორც საკუთარი შვილის, მაგრამ ეს პირველივე დღეს არ მოდის. რა თქმა უნდა. ხო ეს რაღაცა. აი რამდენ ხანში მოვიდა თქვენთან ის შეგრძნება რომ ის თქვენი შვილია? მე ძალიან მალე გავითავისე ეს, იმიტომ რომ მე უკვე გამოცდილება მქონდა. მე მას თავიდანვე უყურებდი როგორც ჩემს შვილს. სხვა შორის მიუხედავად ჩემი შეიძლება ესეთი ძალიან დიდი რელიგიური არა ვარ, ალბათ რელიგიურ რიტუალებს ძალიან ზედმიწევნით არ ვიცავ, მაგრამ სულ მგონია რომ ღმერთის ხელი ურევია, როდესაც შენ ხვდები უცნობ ადამიანს, რომელიც შენი უახლოესი ხდება. და იმ წამს გადაწყვიტავთ რომ აი ის უნდა იყოს შენი და ეს განცდა არის ცხადი, რომ ეს იქნება შენი და მასთან ერთად იცხოვრებ და მასთან ერთად ძალიან საინტერესო ცხოვრება გელის. თუ ასეთი განწყობა გაქვს, ეს ბარიერი აღარ არსებობს. მე მაინც მგონია რომ მშობელი და შვილი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ერთმანეთს ცხოვრებაში, ეს ჩემი სუბიექტური აღქმა და შესაბამისად, როდესაც რაღაცნაირად ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ცხოვრებაში ხდი, მეც მგონია რომ ეს არის ნამდვილად. რა თქმა უნდა. ღმერთი არის აქ ამ პროცესში. რა თქმა უნდა. გასჩენია კითხვა თქვენ ხეთ სამართლებრივათაც აბსოლუტურად სხვაგვარად შეგიძლიათ მაგალითად იმის დადგენა, ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი. ბავშვი თუ გაუჩნდა შეკითხვა ვისი შვილია ან საიდან მოხვდა საერთოდ? არა, მას დედა გარდაეცვალა, ის ობოლი იყო და ასე მოხვდა გასაშვილებელთა სიაში. მე დავინტერესდი სხვათა შორის და მოვიძიე მისი ბების, ბაბუის და დედის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრში. მან იცნო სხვათა შორის ფოტოებზე და მითხრა ეს ბაბუა, ეს ბებია. რამდენი წლის იყო როდესაც? დედა როცა გარდაიცვალა 4-ის იყო და
ბებია ბაბუა უფრო ადრე გარდაიცვალა. და როდესაც დედა გარდაიცვალა, ამის შემდეგ მიიღო. ის დარჩა მარტო, კი, დარჩა ობოლი და მისცეს აღსაზრდელად მინდობით აღზრდაში მისცეს უშვილო ცოლ-ქმარს. და ჩემი ვარაუდია ის, რომ მათ გაუჭირდათ მასთან ურთიერთობა და მისი აღზრდა და ამიტომ განაცხადეს უარი და ასე აღმოჩნდა ის ჩემთან. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო დუეტი გამოვედით. მე საინტერესოდ მეჩვენება ახლა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ გარკვეული გამოწვევებია, იცით, მე ბიჭი არ გამიზრდია, მე მონაწილეობდი ძალიან სერიოზულად ჩემი ძმისშვილების აღზრდაშიც, მე ძმა გარდამეცვალა და ყოველთვის ხუმრობდი ჩვენს ოჯახში, რომ აი სამი გოგოს გაზრდა გაცილებით იოლია, ვიდრე სამი ბიჭის. და ეხლა ერთი ბიჭი გაგვიხდა უკვე ისეთი სერიოზული საგანი და თან იცით რა არის, ეს ტრადიციაც არის და მეც მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ ბიჭი და მამაკაცი ცოტა უფრო მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და უფრო ისე უნდა აღზარდო ვიდრე გოგონა. თუმცა აი ჩემი ქალიშვილი ახლახანს დაქორწინდა და ეს მინდა და მეკითხა, თქვენ პირველი შვილიც აიყვანეთ. დიახ. და თქვენი შვილი ეხა უკვე 26 წლისაა. თავისი ოჯახი ყავს. მაშინ უფრო ახალგაზრდაც იყავით, ხო, აბსოლუტურად. აბა. ხო, და შესაბამისად აი სხაობები, ემოციური კავშირი ბავშვებთან, აი თქვენ შორის თქვენი აღქმით რა სხაობებია ამ ბავშვ შორის თქვენს ცხოვრებაში? ძალიან დიდი სხვაობაა, იმიტომ რომ მე აშკარად უგრძნობ, რომ ბების ასაკში ვარ ირაკლისთან მიმართებაში და მარისთან მიმართებაში დედის ასაკში ვიყავი. თუმცა მაშინაც არ ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ აი როცა თქვენი პირველი დიახ დაასრულეთ. ჩემი შვილის კლასელი, რომელიც ჩემთან სტუმრად აღმოჩნდა, მარისთან ერთად სკოლის შემდეგ მოვიდა და მე აღმოაჩინე, რომ ამ ბავშვს რაღაც აი აღზრდის ელემენტები აკავდა თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგალითად არ იცოდა სწორად მაგიდასთან ჯდომა, დანაჩანგლის მოხმარება და აი მე კრებაზე რომ მივედი დავაკვირდი ვინ იყო მისი დედა და აღმოაჩინე რომ სრულიად ახალგაზრდა დედა ყავდა და აღმოაჩინე განსხვავებაც ისევე როგორც ნუ აი ახალგაზრდები არ აქცევენ ამ დეტალებს ყურადღებას ეს არ არის მათთვის პრიორიტეტული დამოკიდებულებაც სხვა არის აი მაგალითად იმ ბავშვს ყავდა ძიძა ხო კლასელს და მე ვთვლი რომ ეხლა როცა ბავშვი სკოლაში დადის უკვე ძიძა აღარ უნდა ყავდეს და ხო აი ეს თუმცა არსებობს მაგალითად მიჯაჭვულობის ნაწილიც, როდესაც რაღაცნაირად ეჯაჭ და მშობელი როგორი დაკავებულია, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თქვენ პირველ შვილს მარის უთხარით რომ აპირებდით შვილის აყვანას. რა თქმა უნდა. და მისი რეაქცია რა იყო? მე როცა გადავწყვიტე რომ უნდა რიგში ჩავდგე და ბავშვი ვიშვილო კიდევ პირველ რიგში მას უთხარი, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი ვიყავით ორნი და პირველად არ მოეწონა ეს იდეა და მითხრა რომ არა რა გვინდაო და ცოტა ეგოისტობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა. მე ვთხარი ხო კარგია რომ შენ დაძმები ყავს, ხო კარგია რომ შენ ბიძაშვილები ყავს და ეხა კიდე ძმანდა რომ მოგემატება, ეს ხო კარგია, ხო არ გაკლდება, რამედ გემატება. ხო ეს კარგია. თანაც შენ უფროსი იქნები მე ვთხარი იმის აღზრდაში მომეხმარები და ის ოჯახში შემოვა და მეტნი გავხდები და უფრო კარგია რა თქმა უნდა და მე მითხრა რომ კარგიო და მე დამეთანხმა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ასეთ საკითხებზე ოჯახში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით თან განსაკუთრებით, როდესაც რაღაცნაირ პირველი ბავშვი სამჭრელშია. გაღიარათ უკვე ირაკლი, დაგიძახათ დედა. რა თქმა უნდა. ძალიან მალე, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქ მეზობლები ეუბნებოდნენ, რომ უფ, შენ როგორ გაგიმართლა ირაკლი. ამას ეუბნებოდნენ ყველანი. აი ნახე რა კარგი სახლი გაქვს, რა კარგი მამულის პატრონი ხარ და აი რა კარგი დედა ყავს, ხო და ეხლა მისთვის მე ჩვეულებრივი დედა ვიყავი. ძალიან საინტერესო იყო პირველად მოისმინა ტელეფონზე ინგლისურად რომ საუბრობდი და მითხრა რომ შენ რა ინგლისური იცი? ირაკლი მე ბევრი რამე ვიცი მე ვთხარი. მაგალითად რა რამდენიმე ენა ვიცი მე ვთხარი და არ გაგიკვირდა შეიძლება დამირეკონ და რუსულად ვისაუბრო, ფრანგულად ვუპასუხო, მეგრულიც კი ვიცი მე ვთხარი. მე ნახა ფოტოები რომ მე მთაში დავდიოდი ახალგაზრდობაში და ესო შენ ხარო? კი მე ვთხარი. მე რო ნახა ამერიკაში გადაღებული ჩემი სურათები, მე ამერიკაში ვსწავლობდი მე ვთხარი და მე დაინახა რომ პოსტამ მოიტანა სტრასბურგიდან კორესპონდენცია და ეს უზარმაზარი კონვერტი ძალიან გაუკვირდა და ესო რა არისო ეს წერილია მე ვთხარი რომ
რომელიც სასამართლომ გამომიგზავნა და აუხსენი რა არის ევროპის სასამართლო და ესე იგი მისი დამოკიდებულება მან ცოტათი შეცვალა. მიხვდა რომ რაღაცა ცოტა სხვა ამბობ. ჩვეულებრივი დედა არა ვარ. და რამდენ ხანში გადაწყვიტა რომ თქვენ დედა ხარ? დაახლოებით ერთ კვირაში. კარგი. თუმცა მითხრა რომ შენ გინდაო რომ მე დედა დაგიძახო და არა მე ვთხარი ეგ შენი გადასაწყვეტია. მე ხო ირაკლის გეძახე, ეხლა თუ გინდა მე ვთხარი ირაკლიკოს დაგიძახებ, არა არ მინდაო მითხრა. მაშინ მარტო ირაკლის დაგიძახებ თქო და შენ თუ გინდა დამიძახებ, შენ თუ არ გინდა არ დამიძახებ მე ვთხარი და ერთ კვირაში გადაწყვიტა რომ უნდა დამიძახოს და სულ გაისმის და დედა და ის რა მიიღეთ გადაწყვეტილება რომ თბილისიდან წასულიყავით რეგიონში და გურიაში გეცხოვრათ. მე პრინციპში ეს ისეთია რაღაცა თანამედროვე ტენდენციაა დღეს ყველა ასიაკეთებს. არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებში, სოფლიოში და ვინც ვერ ვაკეთებ თქვენი გშურს. მაგრამ ეს უკავშირდება რაღაცა ირაკლის ამბავს თუ თქვენი სადაც გადაწყვეტილება. არა, მე მანამ გადავწყვიტე დაახლოებით 5 წლის წინ, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ ექსკლუზიურად ევროსასამართლო საქმეებზე მუშაობ და არანაირი პრობლემა არ მაქვს გურიაში მოვაბზადო ჩემი საქმეები და კომუნიკაცია ვაწარმოებ. ეს ბავშვით შესაბამისად აი ამ რაღაცა სოფლის გარემოსთან, ბუნებრივ თამაშთან, აი ხო ძალიან კარგი გარემოა იმისთვის. ბავშვები თამაშობენ ეზოში და არ არიან კომპიუტერებში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი, ძალიან ისეთია. თქვენ ხართ საოცარი ქალბატონი. მე მახსოვს პირველ დღეს, როდესაც ნანუკა შოუში იყავით, ვერ შეგილეთ და ეხა პროდიუსერი მეუბნება რომ ყველა დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ ვერ გელევით მაინც. უღრმესი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა. წარმატებები. არაჩვეულებრივი მაგალითი ხართ სხვებისთვის. უღრმესი მადლობა. ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ და დიდი მადლობა. ჩემმა შემდეგმა სტუმარმა ჯერ Facebook-ზე მომწერა ღია გახსნილი ტექსტით, რომ მასზე პოლიციელმა სექსუალურად იძალა და პირველი ჩემი გაკვირვება მოყვა იმას, რომ პროფილის ნამდვილობა ვნახე, ანუ რომ გადავედი, როდესაც შევამოწმე სოციალურ მედია, ვერ მივხვდი რა კონტექსტში მწერდნენ, მივხვდი რომ ის ბიჭი, რომელიც მე მწერდა, იყო ნამდვილი, მოკლედ ტროლი არ იყო. ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ და შესაბამისად ამან მე ძალიან გამაკვირვა, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ გარემოში, დღევანდელ ქვეყანაში ბიჭმა სექსუალური ძალადობა აღიარო, მოითხოვს ნამდვილად გამბედაობას. მოგვიანებით მესიჯის ავტორი, ანუ ეს ბიჭი რედაქციაში მოვიდა და ეთერი ითხოვა. მანამდე ვიდრე ჩვენ ასეთი ტიპის რესპონდენტებს, როდესაც ასეთი ტიპში არსის მესიჯები აქვთ მოსაყვანილი, ყოველთვის ხვდებით წინასწარ ვესაუბრებით ყველა დეტალზე, იმიტომ რომ ჯერ ჩვენს დავრწმუნდეთ ამბის ისტორიაში, დაუჯერებლად ჟღერდა ამბავი, რასაც ყვებოდა, მანამდე ვიდრე არ გავიგეთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი უკვე დაკავებული იყო, როდესაც ეს ბიჭი ჩვენთან მოვიდა. გიორგი პასკონოვი ახლა ეთერში მოყვება ამბავს, რომელიც თავად გადახდა სტუმარი სტუდიაში ძალიან ნერვიულობს. ვამშვიდებთ, ვეუბნებით რომ არ იღელვოს, მაგრამ მაინც ნერვიულობს და ნუ ძალიან ლოგიკურია რომ ძალიან ნერვიულობ. გიორგი, გამარჯობა. მე გითხარი შენ რომ შევეცდებით როგორც კი დაждდები, მივხვდები რომ არ უნდა ინერვიულო თქო და იმედი მაქვს რომ ამ პირობას შევასრულებ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მე ამირჩიე, რომ ეს გადაცემა ირჩიე, რომ ეს ტელეკომპანია ირჩიე. და მეორე ძალიან არ ვიცი, მადლობა ამ შენი გამბედაობისთვის. იმისთვის რომ შეგიძლია ახლა ეთერში დაждდე, შენ რეგიონიდან ხარ, ჩხოროწყუდან, ძალიან კარგი რეგიონიდან, მაგრამ ასევე რთული რეგიონიდან და ამ თემაში მე არ ვიცი მარტივი რეგიონი რომელია. ხო ხტები აი შენ ახლა რეგიონებში საკმაოდ უმცირე. ამიტომ ვამბობ რომ ამ თემებთან დაკავშირებით რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, ძალიან ისეთი რთული დამოკიდებულება. შენ ახლა გიყურებენ იქიდან და შესაბამისად შენ კიდე უფრო მეტი გამბედაობა გჭირდებოდა იმისთვის რომ აქ მოსულიყავი, ამიტომ შენ გიხდით ძალიან დიდი მადლობას. პირიქით მადლობა იმისთვის რომ მომეცით შესაძლებლობა რომ ესარგებლო თქვენი ეთერით, მენდეთ და გვერდში ანუ ჩემთვის მიდგომას და იმ საუბარს რაც გქონდა სანამ გამოვიდოდი, ძალიან დიდი ძალა მომცა იმისთვის და გამბედაობა რომ გამოსულიყავი, იმიტომ რომ კი, მინდოდა მე გამოსვლა, მაგრამ როცა დავდექი რეალობის წინაშე, რომ მე რამოდენიმე დღეში კი არა შეიძლება და საათში გამოსულიყავი პირდაპირ ეთერში, ეს არ არის მარტივი ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია, მაგრამ თქვენმა დახვედრა მიღებამ და ამ გარემომ შემოძლებნა. ძალიან დიდი მადლობა. მე მაინც მინდა რომ თავი დავიზღვიო და ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ სასურველია თუ ბავშვები ახლა არ იქნებიან ტელეეკრანთან, იმიტომ რომ არ ვიცი რა წამოწთენები იქნება და რადგან თემა სექსუალურ ძალადობას ეხება, მე მაინც ვთხოვ მშობლებს რომ არ არის სასურველი რომ ბავშვებმა ახლა ამ გადაცემას უყურონ. მართალია სოციალურ მედიაში მე ვერ დავიცავ ბავშვებს და მოზარდებს ამ თემისგან, მაგრამ პირდაპირ ეთერში ეს შემიძლია და ამიტომ ძალიან გთხოვთ. გიორგი, ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შენ შემთხვევით გაიგე
ვიდრე ამ თემაზე მივალთ, ის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ორივე ნაწილზე ვისაუბროთ. ვინმე არ იფიქრეს, რომ რადგან ის პოლიტიკურად სხვა დრო იყო, მე რამეს ხელს ვაფარებ, ამიტომ მოდი იქედან დავიწყოთ. როდესაც შენ შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ბებიასთან გაზრდილმა ბიჭმა, რომ ქალი, რომელიც შენ მეზობლად ცხოვრობდა, დედა შენი იყო. სწორად ვყვები? არა, შევასწორებ, იმიტომ რომ მე გამზარდა ბებიამ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ თაიაში 8 თვის ასაკიდან ვიზდები იმ სოფელში სრულიად შემთხვევით გავიგე რომ ჩემი მეგობრისგან რომ 12 წლის ასაკში რომ ბებია იყო რეალობაში დედა ჩემი ხოლო ქალი რომელიც სტუმრად იყო ორჯერ ჩვენთან რომელიც ნათესავი გვეგონა იყო რეალობაში დედა ჩემი ნუ მიზეზი რატო დამიმალეს დედის არსებობა ანუ დედა ვინ იყო ალბათ იმიტომ რომ დედამ 8 თვის ასაკში დამსვლა ანუ ქალი რომელსაც ჩემ თელი ცხოვრება იცნობდი ნათესავად იყო დედა კი ბატონო მოკლედ ეს გამოიწვია იმან რომ ვიღა ვართ აფხაზეთიდან დევნილები და დედა ჩემს ომის ანუ ტყვეობაში იყო როცა ჩემზე ფეხმძიმედ იყო და გარკვეული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა 8 თვის ასაკში მან გახურებულ პლიტაზე დამსვა და დამწვა რის შემდეგაც კლინიკიდან ბებიამ წამიყვანა სამეგრელოში სადაც თავის ნახევარ-დასთან ერთად გამზარდა ჩემ ძმაც რა თქმა უნდა თან წაიყვანა და ჩემ ძმასთან ერთად გზდიდა ბებია ნუ ოჯახში ისეთი გარემო გქონდა რომ არასოდეს ზედმეტი კითხვა არ დამისვავს იმიტომ რომ რაც ჩემი ბავშვობა მახსოვს და თითოეული წუთი და დღეები სულ ბებია იყო ჩემს გვერდით და დედის ხო მე პრობლემა არ გქონია და არაფერი არ მოგწონს არა ჩაულებრივად ბებიას ვეძახდი დედას და ეს გრძელდებოდა რომ სანამ ჩემი მეგობრის დედა არ მომიყვებოდა რომ იხსენებდა იმ მომენტს, როცა პირველად ბებია ჩამოვიდა ჩხოროწყუს რაიონში და მე ვიყავი ძალიან პატარა და მითხრა რომ ბებია შენმა რო შემოგიყვანაო, პირველი დღეც კი მახსოვს ბებია რომ მოდიოდა და ეძებდა თავის ნახევარს. ხო ეს უკაცრავად რა ხდება ამ დროს, როგორ რატო ყვებიან ეს კეთილის მსურველები არიან? არ ვიცი, კეთილის მსურველები ალბათ ჯობდა რომ მაგასაკში გამეგო და არა უფრო გვიანი, იმიტომ რომ მაგასაკში შედარებით ბავშვი ვიყავი და ისეთ გარემოში ვიზრდებოდი რომ რატომღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ბებიასთვის მე ზედმეტი კითხვები არასოდეს დამისვავს, არ ზედმეტად მიცლია ის რომ მესმის, მოდი არ გვინდა ამ თემაში შესვლა, ეს ისეთი დეტალებია, რომ თუ ყველა ინდივიდუალური გადაწყვეტილების ამბავია, ვინ როგორ მიაწოდებს ასეთი ტიპის ინფორმაციას თავის შვილს და შვილიშვილს. ამის შემდეგ გადის დრო, შენ ხარ უკვე მოზარდი, როდესაც დედასთან მიდიხარ დედის ანახავად. კი ბატონო, დედასთან, ანუ დედასთან როცა ჩამოვედი მე და გავიკითხე ჩაულებრივად საცხოვრებელი კორპუსის მისამართსაც ვიცოდი გავიკითხე დედა ჩემი მაშინ გავიგე რომ დედა ჩემმა 8 თვის ასაკში დამწვა თორე ამას ბებიაც არ მიყვება მესმის როცა მე სასწავლებლად ჩამოვედი და გადავწყვიტე დედას თხოვე რომ დამეხმარე რამოდენიმე პერიოდი გამოჩერე შენთან მიუხედავად იმ არაურთიერთობისა და დაძაბულობისა რატომღაც მოულოდნელად გადაწყვიტე რომ დავრჩენილიყავი მასთან თუმცა დაახლოებით 9 საათში მისი მეგობარი მამაკაცი პოლიციელი მოვიდა რომელმაც ბორკილები დამატა და წამიყვანა ციხეში და მithეს რომ სხვის საკუთრებაში შევიჭრე. შენ მანამდე დედასთან ურთიერთობა გქონდა? მანამდე მხოლოდ რამოდენიმე შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან დაძაბულად განვითარდა, იმიტომ რომ დედამ პოლიცია გამოიძახა და ანუ დედა დისტანცირებდა არ უნდოდა შენთან. რა თქმა უნდა, მას არ ჩემთან და არ ჩემს მასთან არ სურდა. მიხვედი მასთან დახმარების თხოვნით, მაგ გამოიძახა თავის მეგობარი პოლიციელი, ეს რომელი წელია? ეს არის 2012 წელი. და შენ გაკავებენ? მაკავებენ რომ მეუბნებიან რომ მე სხვის საკუთრებაში შევიჭერი და ჩაულებრივად ერთი წლით ისე ლამაზად გამასამართლეს როგორც არაფერი. სხვის საკუთრებაში შეჭრეს ბრალდება. კი ბატონო. სასამართლო მაშინ იცოდა რომ საკუთარ დედასთან იყავი თუ ამის დამტკიცება შენ? ანუ ამის დამტკიცება ჩემთვის ძნელი იყო, თუმცა დევნილთა განსახლების სამინისტრომ რატომღაც არჩია განზე გადგომა, როცა ეს ბინა იყო გადმოცემული 4 ადამიანზე დევნილთა განსახლების სამინისტრომ. თუმცა დედა, ბებია, მოწმე შეგეძლო დაგეყრებინა. კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი რა სიტუაცია მოხდა მართლა ვერ ვიგებ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ასე რომ ვთქვათ, პატარა ვიყავი შედარებით, ანუ კანონებში და რაღაცებში იმდენად ვერ ყვეოდი და ბებია ჩემიც იმდენად დაძაბული იყო ამ სიტუაციით. არ ვიცი რა მოიტანა უბრალოდ ის, რომ მე მომწია 6 თვეზე ცოტა მეტი 6 თვეზე. ხო, სინამდვილეში სხვის საკუთრებაში შეჭრის მოხდა. კი ბატონო, უბრალოდ მე შეწყალებით გამოთავისუფლეს ციხიდან. ეს უკვე ქართული ოცნების ხელისუფლება? კი ბატონო. კი. ამის შემდეგ იწყება შენი ცხოვრება, რომელზეც მოდი ხა მე გავჩუმდები, იმიტომ რომ აღარ ვიცი უკვე აქეთ არის სიმოყოლა, გინდა არის არა და რამე არ წამოწდეს. მოდი, აქედან უკვე შენ გააგრძელე საუბარი.
აქედან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩვეულებრივად ჩავედი სოფელში, სადაც გავიზარდე. ბავშვობიდან ჩემს მასთან არ მქონია იდეალური ურთიერთობა, იყო ჭუბი, იყო სკანდალები, იყო ცემა და ვერ ხვდებოდი ბავშვობაში, მიზეზს თუ რატო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, როცა მე ჩემი ამხსნელი ბებიის ნახევარ და გარდაიცვალა და მე მკვიდრეობით მივიღე სახლი და მე მალევე დავოჯახდი, ჩემმა ძმამ რატომღაც დაიწყო ქონებრივ დავა. იყო სულ სკანდალები, იყო ჭუბი, იყო სახში მოვარდნები, შეიარაღებულ მეგობრებს მიგზავნიდა, თავს მესხმოდა, ერთხელ დამჭრა, ორჯერ ჩემი მოკლასა და შუა რაიონში, თუმცა პოლიციის რეაგირება იყო ძალიან ნოლი, არაფერი. თუმცა შენ მივხვდი პოლიციასთან? კი ბატონო, არაერთხელ მივსულ ვარ პოლიციაში, თითქმის ყოველ დღე ჩემს სახლში პოლიცია მოდიოდა, როცა პირველად მოვხდი თავშესაფარში, ერთი თვის შემდეგ როცა გამოვედი თავშესაფარი დავტოვე, სადაც თბილისში ვიყავი, ოჯახური ძალადობის ხელთა თავშესაფარში, მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ფეხბურთმედი იყო და გადავწყვიტე ისევ სოფელში დაბრუნება ცოტა ხნით მაინც, რამაც ძალიან გააღიზიანა ჩემი ძმა, ბებია ფიქრობდა, რომ თითქოს და საცხოვრებლად ვაპირებდით სამუდამოდ იქ გადასვლა. ქონებრივი დავა იყო რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ქონებრივი დავა. ბოლოს, როცა მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გავხდი მეორედ, როცა ჩემმა ძმამ ჩემი მოკლასა და პოლიციამ გადაწყვიტა ესეთი რაღაცა, რომ ერთი თვეა თქვენი სკანდალები მიდის ყოველ დღე რეკავთ პოლიციაში 20 საათიანი ჩვენ ვერ დაგიждდებით დაცვად და პირადად ჯუმბერი ზორიამ რომელიც იყო მაშინ განყოფილების მართველი ანუ უფროსი მაიძულა რომ წავსულიყავი საჯარო რეესში და ჩემი სურვილით გადამეფორმებინა ჩემს. სად მუშაობდა ეს ჯუმბერი ზორია? ჩხოროწყოს პოლიციის სამართლოს ხელმძღვანელი იყო, წამიყვანეს იუსტიციის სახლში და ჩემს მასზე გადამაფორმებიეს ჩემი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება. რა мотиваცია ჰქონდა ის ზორია? რომ თითქოს და მითხრეს რომ შენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ დაგიცავთ 24 საათი საკმარისია ერთი თვეა და დათმე რა ეს სახლი და გადაირჩინე თავი და წადი ჩვენ ვერ გიცავთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივად მე პირდაპირ წამიყვანეს თავშესაფარში. ჩემმა ძმამ დაწერა პოლიციაში განცხადება და ბებია ჩემსაც აუგზავნა ამ სახლში ყოფნა და დატოვა ბებია ქუჩაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბებია იჭერდა მის მხარს და მე თვითონ თხოვდა, რომ სიდეთ სიმამრისთვის მეთხოვა, რომ ჩემთვის სახლი ეყიდათ და მეცხოვრა მათთან და ეს სახლი დამეთმო ჩემს. ხო, მესმის, აი ესე. ესე მოხდა, რომ ბებიაც დარჩა ქუჩაშიც და მეც. პოლიციის რეაგირება მაშინ ძალიან ნული იყო, თუმცა ამ საქმეში ჩართული იყო ერთ-ერთი გამომძიებელი აირი დარსალია. აი ეს არის ძალიან საინტერესო. კი ბატონო, აი დარსალია უნდა დაიმახსოვროს მოყურებელმა, იმიტომ რომ ახლა სწორედ მასზე ვიწყებთ საუბარს. აი დარსალია არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმ სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, სადაც მე მქონდა სახლი. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს ადამიანი იყო პოლიციელი, იმიტომ რომ უკვე 14-15 წელია, რაც პოლიციის თანამშრომელი იყო. შეხება მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ როცა მე ციხიდან გამოვედი, მქონდა ვიყავი ანუ პრობაციის აღრიცხვაზე, სისტემატურად მიბარებდა ხოლმე პოლიციაში და მთხოვდა ეგრეთ წოდებულ ნასეტყობას, რაღაც ინფორმაციები მიმეწოდებინა, ზოგჯერ მუქარით, ზოგჯერ თანხისანაც, ყოველთვის უარი იყო ამ თემაზე. მე ერთადერთხელ მახსოვს მაესტროს ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ კიდევაც და ამის შემდეგ განეიტრალდა სიტუაცია. ხოლო რაც ეს ჩემი ძმის თემა წამოიწყო რაღაც ეტაპზე, ანუ ძალიან ისე რომ 2 წელზე მეტია უკვე ანუ ეს ადამიანი იძიებდა შეცდომასთან შენი ძმის 2 წელზე მეტია გამომძიება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგი არ გვაქვს და უცებ მე ვქრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან გადავდივარ სამუშაო და ვცდილობ რომ არ მქონდეს კომუნიკაცია ვინმესთან, იმიტომ რომ მქონდა დამცავი ორდერი, რომელიც საკმაოდ ისეთი იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩემებს ეკრძალებოდათ რეალობაში ჩემზე ნებისმიერი ფორმით კონტაქტი თუნდაც მეზობლებთან. ამის შემდეგ უცებ Facebook-ზე გამოვჩდი, გავაკეთე ახალი სოციალური გვერდი, სადაც დავიწყე აქტიურად, ანუ მოსახლეობაში, რეგიონებში ვცდილობდი საჯარო ლექციები ჩამეტარებინა ოჯახურ ძალადობაზე და ადამიანის უფლებებზე, რაც ოდნაც ამიგროვდა, მანამდეც რწმუნებულების საფუძველზე პირველ ინსტანციაში ვიცავდი მე მოქალაქეებს, მაქვს 8 სასამართლო პროცესი და ყველა მოგებული საკმაოდ ისეთი გამოცდილება, არ ვარ ადვოკატი, თუმცა ვთვლი საკუთარ თავს უფლებადამცველად. და ამ ჩემი აქტიურობის მომენტში უცებ გამოჩნდა Facebook-ზე მიკავშირდება აირი დარსალია და მწერს, გიორგი როგორ ხარ, სად იყავი დაკარგული, მე ვთქვი, მე რაღაც ჩემი საქმიანობის სფერო მაქვს, არ ვცდილობ რომ სადმე გამოვშე, ძალიან დიდად, ჩემი ცხოვრება მაქვს, ვარ ჩემთვის ხნარა.
მეუბნება რომ მომწერე შენი ტელეფონის ნომერი, უნდა დაგიკავშირდე შენი ძმის გამოძიების, ანუ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. Ჩვეულებრივად ეჭვიც არ შემიტანია რამეში, მივაწოდე მას ჩემი ტელეფონის ნომერი, იმ საღამოს მე გამეთიშა ინტერნეტი და წვდომა აღარ მქონდა ინტერნეტთან. თან მქონდა საკმაოდ ძველი ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები და ითიშებოდა თავის. უცებ დილის 10 საათზე გავიღვიძე, ვემზადები რომ ხობის რაიონში მერთან მაგ შეხვედრა რაღაც ამ ლექციებთან დაკავშირებით და მირეკავს 10 საათზე ეს ადამიანი პოლიციელი და მეუბნება რომ უნდა ჩამოხვიდე დღეს გიორგი აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო მიბარებ შენ პოლიციის შენობაში კი ბატონო მაგრამ მე ვთქვი მე რაღაცები გაწერილი მაქვს ხვალ საჯარო ლექცია მაქვს აქედან გამომდინარე მე ვერ მოვალ ну დაშინებით მოითხოვა ის აუცილებელია და რაღაცა გადავწყვიტე რომ რაღაცა გადამედო მე ვთქვი მე მაქვს ძალიან ცოტა დრო ანუ დიდი ხნით ვერ ჩამოვა თვითონაც მითხრა რომ 3 საათზე ქონდათ განყოფილებაში თათფირი და აი ხო ეს არის როგორი დეტალები რომელიც შეიძლება გამოძიებას საინტერესებს მე მინდა რომ მაყურებლისთვის ცოტა უფრო ისე მოვყვათ რომ აი ეს დეტალები უფრო საგამოძიებო დეტალებია მოკლედ ნახე ეს ადამიანი ანუ ჩაულებრივად ამირეკა წავედი მის მიმართულებით ზუსტად საათნახევარი დამჭირდა ჩხოროწყუში ჩასვლამდე და ამ პერიოდში 25 ჯერ დამირეკა თუმცა მიუხედავად ამის ანუ ამოწმებდა სად ვიყავი ტერიტორიულად როგორც კი გარკვეულ ტერიტორიამდე მივედი და დამირეკა ვუთხარი მე აქ ვარ მითხრა რომ მარშრუტიდან ჩამოსულიყავი თვითონ დამხვდებოდა ну ძღოლს გაუკვირდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ დაუსახლებელი ადგილია და რო ვუთხარი ეს პოლიციელი აგერ მოდის და დამხვდება და დაინახა მანქანა ჩავედი ჩაულებრივ ჩავჯექი მანქანაში და იქ წყება უკვე ყველაფერი უცებ ვიგებ ხმას რომ კარები ჩაიკეტა და ცოტა არ იყოს გამიკვირდა მე ვუთხარი რა ხდება დაახლოებით 100 მეტრის არ წასულა ძალიან სწრაფად გადაუხვია ტყისკენ და ამოიღო იარაღი რომ ვეკითხები რა ხდება ან აქეთ რატომ მივდივარ უკვე იარაღის დემონსტრირებით და მუქარით მაშინებს ჩუმად უნდა ვიყო თურმე გააჩერა ძალიან ისეთ ადგილას მანქანა დაუსახლებელი ადგილი იყო ცოტა გზიდან მოშორებით და მეუბნება ესეთ რაღაცას გადმოჯდა უკან ამ პროცესში უკვე იარაღს იყენებს სისტემატურად და მეც მეშინია ვერ ვიგებ რა ხდება თან არის ნასვამ მდგომარეობაში და თავის კონტროლი ძალიან უჭირდა მითხრა რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და უბრალოდ ესეთ სიტყვებით მითხრა რომ შენ მე ხა უნდა გამისწორო და კონდეს ჩემთან სექსი ამან ძალიან შემაშინა ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა მაგრამ ვაკვირდებოდი თითოეულ მის მოძრაობას ჩემს გამოძრავებაზე ქონდა უკვე აგრესია რა თქმა უნდა იარაღს იყენებდა სისტემატურად წამოვიდა ძალადობა ანუ მირტყავდა ფიზიკურად ცდილობდა გამსწორებოდა სამწუხაროდ როცა მას ძალიან დიდი ბოდიში მაყურებელთან ამაზე საუბარი მიწევს მაგრამ იმის გამო რომ ერექცია არ ქონდა მირტყავდა და აი ეს დეტალებს საუბარი არ გვინდა გიორგი რატომ დაგირეკა შენ ანუ ხوار მაყურებელს ხوار გაუჩნდება იმის განსთა რომ შეიძლება მანამდე მასთან გქონდა რამე ისეთი ურთიერთობა რაზეც მას ჩათვალა რომ ამის უფლება აქვს სიმართლე გითხრა არ ვიცი რატო გადაწყვეტა სავარაუდოდ ვფიქრობ ალბათ იმ ძველი თემებიდან გამომდინარე როცა მას მე ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი თუნდაც იმაზე რომ მე ვიქნებოდი მისი ინფორმატორი შეიძლება ქონდა რაღაც ჯინი აგრესია ამ ადამიანს ცდილობდა რომ რაღაც ტკივილი მოეყო ვერ ხვდები უბრალოდ დღემდე ვერ ხვდები რატო გააკეთა უბრალოდ ერთადერთი რაც მისმა საქციელმა და თითოეულმა იქ მომხდარმა მოქმედებამ დამარწმუნა იმაში რომ ეს ადამიანი არის უბრალოდ ჩვეულებრივი მანიაკი შეპყრობილი რაღაც უბედურობა სცენით ვერ დავარქვა არ ვიცი ეს რა დავარქვა ამ დროს მოქმედი გამომძიებელი იყო კი ბატონო სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა იმ დღეს ხო ეგ დრო იყო დღე იყო კი ბატონო იყო დაახლოებით პირველის ნახევარი 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ყველაფერი რის შემდეგაც მაშინვე გამოიძახე პატრული შენ კი ბატონო მანქანიდან როგორც კი ჩამაგდო მე დავრეკე 112-ში ვიყავი ძალიან შეშინებული და სახელი და გვარი ვერ დავასახელი გამომდინარე იქიდან რომ ცდილობდი ქალაქში დამეტოვებინა და ვიყავი სამარშრუტო ტაქსში და იქ იყო ძალიან ბევრი რაიონელი და ვერ ვიტყოდი ფიზიკურად მის სახელს. განვაცხადე მსგავსი ფაქტი, ვითხოვე დახმარება, დავრეკე გენერალურ ინსპექციაში, უბრალოდ იმ მომენტში არ გამახსენდა რომ პირველი უნდა წავსულიყავი პროკურატურაში და შესაბამისად მივედი პოლიციაში, რომელმაც საიდანაც დაიწყო სამხილების განადგურება. როგორც კი მივედი პოლიციაში, გავხდი ცუდად, მე მაქვს ეპილეფსია და მომცა შეტევა, ასევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმები ცდილობდნენ რაღაც კითხვები დაისვა და პოლიცია ყველაფერზე მაჩვენებდა. ერთადერთი რაც აბედნიეროდ მოხდა ის, რომ ექიმმა შემამოწმა ტანზეს და ნახა რომ დაზიანებები მქონდა. ანუ აღენიშნებოდა სილურჯეები. კი ბატონო.
პოლიცია ცდილობდა მაქსიმალურად დრო გაეწელა, ცდილობდნენ გამოიყენოს. სავარაუდოდ მას შეატყობინეს რომ სავარაუდოდ არა, მე 100% დარწმუნებული ვარ, იმავე დღეს დაურეკეს, იმიტომ რომ ჩემი აღელვები ძალიან ისარგებლეს. დაახლოებით 20-მდე პოლიციელი იყო ოთახში და ყველა ერთდროულად კითხვას მისმევდნენ და სახელი და გვარიც მათ მევინეს, რომ პროკურატურაში დაერეკათ. მეც აღელვების ნიადაგზე ჩაულებრად მეგონა რომ ეს პოლიციელები დამეხმარებოდნენ, რეალობაში დარეკეს. იმ პოლიციელთან გააფრთხილეს, რომ გიორგი პისკუნოვმა გიჩივლა ამაზე და ამაზე, ასე შემდეგ. და ასე დაიწყო მისი სამხედროების განხილვა, თუმცა შენ მოახერხე სამხედროების გადარჩენა. ზუსტად 5 საათი დამაყოვნეს პოლიციაში, როცა 9 საათზე მეტი ჩემი გაჩერების უფლება არავის არ ჰქონდა. მე ვგნებოდნენ, რომ პროკურატორი და მოდიოდა პროკურორი და ელოდებოდნენ მას, რომ გადავეყვანეთ და გამოვეკითხეთ, ხოლო საღამოს საათებში უკვე ძალიან რო დაგვიანდა და რო დავიწყე ძალიან ბევრი კითხვის დასმა და ვცდილობდი შენობიდან გასვლას და არ მაძლევდნენ უფლებას, მითხრეს, რომ უნდა წავეყვანეთ სახლში. წამიყვანეს ხობის რაიონში, სადაც ჩემი სახლიდან სადაც იმ მომენტში ერთ-ერთმა ოჯახმა ეგრევე ვთქვათ, მიშვილა და შემიფარა, დაახლოებით 5-6 კილომეტრის მოშორებით მანქანიდან ჩამოსვეს და ფეხით წვიმაში გამიშვეს სახლში. ანუ ამ მდგომარეობის, როდესაც შენ ამბობ, რომ შენ ხარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ამის მერე პოლიციას მიყავ და 6 კილომეტრში ჩამოხსვეს და გეუბნება, რომ 6 კილომეტრი ფეხეთი არ. ამის შემდეგ, როგორც კი მივედი სახლში, მქონდა გარკვეული გამოცდილება და ძალიან მიყვარს ეს გამოძიება და რაღაც თემები. გავიხადე ჩემი ტანსაცმელი, ჩავალაგე ეგრეთ წოდებულ ფაილებში, არ დავიბანე, ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო მისი დნმ-ის კვალი დარჩენილი იყო ჩემს კისერზე და სხვადასხვა ადგილებში. ჩაულებრივად გავემართე, როგორც კი გათენდა დილის 8 საათზე პროკურატურისკენ, ზუგდიდში, სადაც მივედი, დამხვდა არკადი კვანჭიანი, გამომძიებელი, რომელსაც დაიწერა ეს საქმე და უნდა გამოეძიებინა. გამომკითხა ძალიან ზედაპირულად რაღაცეებზე და არაფერი ისეთი მე ვუთხარი, მე მოტანილი მაქვს მაისური, ვითხოვ ექსპერტიზებს, რასაც უარს მეუბნება, რაღაც მიზეზები აქვს, რაღაც ძალიან ისეთი იქმედებები, რომ ეჭვი შევიტანე, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ესენი ცდილობდნენ ყველანაირად ხელი დაეპარებინათ. წახოდი შენთვის ექსპერტი. ვუთხარი, მე უნდა დამეტოვებინა პროკურატურის შენობა და წავსულიყავი სახალხო დამცველის აპარატში და საიას ოფისში, რაზეც რატომღაც ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გამოეხატათ აგრესია. მე ვიყავი ყველაფრისთვის მზად, ამიტომ არ ვიცი რატო ალბათ წინათ გრძნობა მძლია, თან მქონდა საპარსი ბიგის ეგრეთ წოდებული დაშლილი ბრიტვა, რომელსაც მე პროკურატურის ეზოში მივიყენე დაზიანება და გადავიჭერი ვენები და ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ექსპერტიზაზე დროულად გადავეყვანეთ და ეგრევე ღობიდან გადავხტი მახსოვს და წავედი სახალხო დამცველის აპარატში. იქ ვითხოვე შველა, რასაც ქვია, იქიდან გადამამისამართე საიაში და ბოლოს მოვედით ჩემს ადვოკატთან ერთად უკვე პროკურატურაში, რის შემდეგაც პროკურატურამ დაიწყო ძალიან ისე მცირედი იმით აქტიურობა, წაგვიყვანეს ექსპერტიზაზე გადამიყვანეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმისთვის ჩამტარებოდა როგორც ხელზე დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩანიშნულიყო, რაც არ ჩაინიშნა და ეს 2 დღეში უკვე გაქრა ეს კვალი. ამის გარდა უნდა ჩამტარებოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც აუცილებელი იყო საქმისთვის, იმიტომ რომ მოსამართლეს გარკვეული შტაბეჭდილება დარჩენოდა, რამხელა ზიანი მივიღე მე ამ ტრამვა ამ იმით. არც ეს არ ჩანიშნულა, არაფერი მაქსიმალურად ცდილობდა ძალიან მცირედი ის ექსპერტიზის დასკვნები დადებულიყო პროკურატურა, უწყობდნენ ყველაფერში ხელს. ექსპერტიზაზე როცა ეს თემა, ანუ ექსპერტიზაზე გადამიყვანეს და დავბრუნდით, მაინც არ ჯეროდა პროკურატურას ჩემი, მანამ სანამ არ მკითხეს თუ საიდან დამიკავშირდა ეს ადამიანი. მე მათგან ვუმარტე, რომ ეს ადამიანი მიკავშირდებოდა Facebook-ით ჯერ. გასაგებია, რომ როდესაც როდესაც მითხეს, რომ გვანახე, ძველი მიმოწერაც და სკრინები ამოვიღოთ, მე ვთქვი, მე ინტერნეტი არ მაქვს, გამიზიარეს და უცებ გამომძიებელი ხსნის, რომ არის მოსული შეტყობინება. როგორც კი ამ პოლიციელმა ჩემზე სექსუალურად იძალა და ამის შემდეგ დაახლოებით 5 წუთში მანქანიდან როგორც კი ჩამაგდო, აგზავნის თავის შიშველ ფოტოს, სადაც აწერს, რომ ვუყურო და დავტკბე და მიწოდებს მის, ანუ ჩემი გოგო ხარ. რა ვიცი, ეს მამაკაცის სხეული წარმოიდგინო როგორც ქალი და აღიქვა, მე მგონი აქ უკვე სხვა პრობლემასთანაც გვაქვს საქმე. და პროკურატურა ამის შემდეგ უცებ აცხადებს, რომ მე უნდა მომენიჭოს დაზარალებული სტატუსი, ამას აკეთებენ ყველაფერს ჩვეულებრივ, თუმცა ურეკავენ პოლიციელს და ეუბნებიან მსგავს რაღაცას. არ ხდება არანაირი გაჩხრეკა, ეუბნებიან, რომ ესე სიტუაცია არის, გიორგის დაზარალებული სტატუსი მიენიჭა და გთხოვთ გამოცხადდეთ პოლიციაში და მოიტანოთ თქვენი ფორმები. სხვა არაფერი.
ესე რომ დაჟინებული მოთხოვნა ან მივიდნენ გაჩხრიკონ სახლი, იმიტომ ხო, მაგრამ ეგ არის სხვა დეტალები. ანუ თავარი არის რომ შემდეგ უკვე მის პოლიციის ფორმაზეც აღმოჩნდა. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია დააკავეს. კი ბატონო. ეს ადამიანი რომ დააკავეს, მან აღიარა მომხდარი ბრალი. თავიდან აცხადებდა, რომ საერთოდ არ მიცნობდა, როცა კამერის ჩანაწერები ამოვიდა, როცა ტელეფონიდან დანარეკების სკრინები, მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იმ დღეს შემხდა, უკვე გაჩუმდა. ანუ იმიტომ რომ შენ მობილიზებული აღმოჩნდი, იმიტომ რომ შენ იმაზე ძლიერი აღმოჩნდი, ვიდრე მათ ეგონათ. აქედან გამომდინარე ხელისუფლება იძულებული აღმოჩნდა, რომ ის დაეკავებინათ. კი ბატონო, იძულებული აღმოჩნდა, რომ დაეკავებინათ ის მის მე როგორც ვიცი, ის ამბობს, რომ კი, მას ჰქონდა შენთან სექსუალური აქტი, მაგრამ ეს არ იყო ძალადობა. კი, მაგრამ ნახეთ, მოდი ესე ვიტყვი, როცა საპროცესო შუამდგომლობა გააკეთა მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ, რომელიც ჯერ მეუბნებოდა, რომ იყო ვითომ ჩემი ადვოკატი და უცებ აღმოჩნდა, რომ ჩემი სახელი თქვა, რომ თითქოს მე საპროცესო თანხმობას ვაცხადებდი, ამისთვის მას ოფიციალურად ჩემი განცხადება სჭირდებოდა, რომ მე თანახმა ვიყავი, ეს არ ქონდა, პროკურატურის შესწომას შეყვანა შეეცადა, რომ არ ანუ მე რო არ დამერეკა პროკურატურაში და არ მეთქვა რომ მე არ სხვა თემაა კიდევ ერთხელ ეს არის ძალიან საპროცესო შეთანხმებაზე როცა მან დაწერა მან თავისი ბრალი აღიარას ექსპერტიზის არც ერთ დასკვნას არ ხდიდა სადაოს და ითხოვდა საპროცესო შეთანხმება ანუ ის ამბობდა რომ მე ეს ჩავიდინე კი ბატონო უბრალოდ ეს არ იყო ძალადობა და ამის საპროცესო არა ის ამბობს რომ ეს იყო ჩვეულებრივი ძალადობა არც ერთ ექსპერტიზის დასკვნას არ ხდის სადაოს და ითხოვდა შემსუბუქებას, კი ბატონო. რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება? 6-დან 8 წლამდე, რომელიც არასწორი ფორმულირება მოხდა, ვინაიდან ის იყო პოლიციელი სამუშაო საათებში მოსული, პოლიციის ფორმით გამოიყენა პოლიციის სამსახურეობრივი უფლება ბატონო, ასევე დამემუქრა კონკრეტული თემით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იცოდა იმით, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი და უნდა დაწყებულიყო გამოძიება. დაგემუქრა, რომ თუ შენ ამას არ გააკეთებდი, ის გახმაურებდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც შენზე იცოდა. კი ბატონო. და ის ითხოვს ახლა რომ რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთის ანუ რას ის ითხოვდა თავიდან რომ ჩვეულებრივად შემსუბუქებას მე რაღაც ეტაპზე ითხოვა რომ მე ყველაფერზე თანახმა უნდა ყოფილიყავი და გირაოთი გათავისუფლებულიყო ციხიდან თუმცა არც ერთი ქვეყანაში როდესაც პოლიციელი და გამომძიებელი აღიარებს რომ მას სექსუალურად იზალა და ადამიანზე, აი როგორ საპროცესო გარიგება რანაირად შეიძლება რომ მასთან გაფორმდეს გირავნობის მოთხოვნით. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ამ ადამიანს იცავს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი სკანდალებში არაერთხელ გახვეული და ამჟამად პარლამენტის წევრი დეპუტატი ჯუმბერი ზორია მანამდე იმავე განყოფილების უკაცრავად ჯუმბერი ზორია დეპუტატია? აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა როგორც ვიცი ქართული ოცნების ჩვეულებრივი წევრი. და როგორც ვიცი დეპუტატია, სუსტი სტატუსი მისი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ანუ ჩვეულებრივად პარლამენტის წევრი. მე ვთხოვ რომ აკაკი პროდიუსერი. და მას შემდეგ თან რაც ეს დანაშაული მოხდა, მოხდა დაკავება ამ პიროვნების, ზუსტად მეხუთე დღე იყო საქმის ანუ გამოძიების დაწყებიდან და ტელევიზიაში რაც გავრცელდა, მთავარი არხის მეშვეობით ანუ ბრალდებული პოლიციელის მეუღლის და ბებიაჩემის ინტერვიუ დაახლოებით 5 დღეში მოხდა ამ ჯუმბერი ზორიას აკაკის ზერო ჩაანაცვლა პარლამენტში და არის ჩვეულებრივი ქართული ოცნების წევრი, რომელიც ბიძაჩემსაც იყენებდა იმისთვის, რომ ჩუმად პოლიციამ როლს რო არ ცოდნოდა ისე ჩავსულიყავი მასთან და მქონოდა პირადი საუბარი. იმწერენ რომ დეპუტატიაო ნამდვილადო. ანუ თუ ანუ ამბობ რომ ინტერესი დიდი იყო, იმიტომ რომ ნახეთ ანუ შენ ამბობ რომ ჯუმბერი ზორია იცავს ამ პოლიციას. იცავს გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დაკითხვის დღეს სასამართლო პროცესზე აირი დარსანიან ბოლოს წამოაძახა ყველას, რომ მე თუ გავიწირები, არაერთი ადამიანი გაიწირება. ანუ შენ ფიქრობ რომ მან იცის ინფორმაცია ჯუმბერი ზომრია მიცოდა რას წარმოადგენდა აირი დარსალია და ასევე აირი დარსალია მიცის ვინ არის ჯუმბერი ზორია და რა გაკეთებული. ანუ შენ ამბობ რომ მას დეპუტატზე ისეთი ინფორმაცია აქვს რომ დეპუტატი იძულებულია ის დაიცვას. იძულებულია რომ ის დაიცვას. მე არ ვამბობ რომ ჯუმბერი ზორია ძალიან ცუდი ადამიანია და ამას თავისი ნებით აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ რომ მას ეშინია ისეთი რაღაცების რაც არის და იცის აირი დარსალია, იმიტომ რომ ნახეთ პროკურატურა რატომღაც კიდე ძალიან უცნაურად იქცევა 4 არასრულწლოვნის წერილი შევიდა ციხიდან, რომ ამ პოლიციელმა მათზეც იძალა და სექსუალურად, თუმცა ისინი მშობლების და ოჯახის გამო
ვერ იღებენ ხმას და ამ თემას საგულდაგულოდ მალავს ანუ არ დაუკითხავთ? არავინ არ დაუკითხავთ, ცდილობს პროკურატურა რომ მაქსიმალურად დამალოს ეს თემა, ასევე ერთ-ერთი ნიშნავეცდები, ასევე შემდეგ გადაცემაში მოვახერხებთ. ასევე ერთ-ერთი მოქალაქე, ბანკის თანამშრომელი, რომელმაც გაარკვია, რომ ბებიაჩემის ინტერვიუს მიცემის დღეს ჟუმბერი ზორიას ანგარიშიდან ჩაირიცხა ბებიაჩემის ანგარიშზე 5,000 ლარი იმისთვის, რომ ბებიას ინტერვიუ მიეცა, ამის გარდა ასევე უკაცრავად ვერ გავიგე. ანუ ჟუმბერი ზორია, რომელიც შენ წინააღმდეგ იყო, ბებიას ფულს ურიცხავს, რომ ინტერვიუ მისცეს ბებია? კი ბატონო, ჩემს წინააღმდეგ, იმიტომ რომ იციან, რომ ბებიაჩემი ანუ დაპირისპირებაში ვარ გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახური ძალადობის ფონებრივი დავიდან გამომდინარე და შენ ამბობ, რომ ეს საინტერესო რა არის? შეიძლება დავაკონკრეტოთ, ანუ შენ ამბობ, რომ ღიად ჩაერიცხა, აი ესე პირდაპირ არ ვიცი, კონკრეტულ ბანკის თანამშრომელს ვერ დავასახელებ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამას ვერ გავაკეთებ. მე მეუბნებიან ახლა, რომ დაგვირეკეს ასე ანონიმურად და გვითხრეს, რომ ეს ადამიანი, ვიზეთ შენ საუბრობ, ნამდვილად იყო შემჩნეული რაიონში, სწორედ ძალადობის ნაწილში გვითხრეს, რომ თან ახლა ვკითხულობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩხოროწყუს და სწორედ ბავშვებთან მიმართებაში იყო გარკვეული თემა, რომ ბავშვებს სექსუალურ ძალადობით ავიწროებდა და ამაზე სამეგრელოში ძალიან ღიად საუბრობდნენ, რომ მაგრამ სამართლებრივად ფაქტია, რომ შენ მოახერხებ კი ბატონო, ნახეთ ერთ დეტალს ვიტყვი. ბებიას და ძმას, რომელსაც სასამართლომ აუგზავნა ჩემზე ინტერვიუს მიცემა კი არა, თუნდაც მეზობლებთან საუბარი ესე დროს ანუ ამ დამცავი ორდერის აღსრულება უნდა მოეხდინა ჩხოროწყუს პოლიციას, თუმცა მათ ეთერში ბებია ძალიან კარგად გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ მას აკრძალული ჰქონდა და არ დაუშვეს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ შენ ამ გარემოს რეალობის, ამ ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტე, რომ მოსულიყავი და შენ ძალიან მზად ხარ იმისთვის, ჩვენ ღიათაც გითხარი და წინასწარ გითხრათ, მე მზად ვარ იმისთვის, რომ სოციალურ მედიაში დამაბულინგებენ, არაერთგვაროვანი რეაქცია ხდება. ზოგი დამიჯერებს, ზოგი არ დამიჯერებს, მაგრამ ძალიან დეტალურად, ძალიან სრული სიზუსტით აღწერა ამ ყველაფერს და ფაქტია სახეზე, რომ შენ მოახერხე ამ ყველაფრის და ისეთი მსვლელობა მიგეც ამ საქმისთვის, რომ პოლიციელი დღეს ზის ციხეში, პოლიციელი აღიარებს, რომ შენზე სექსუალურად იძალადა და პოლიციელი თხოვს საპროცესო გარიგებას. ეს არის ფაქტი და მნიშვნელობა არ აქვს ახლა შენ ვინდას დაგიწერს სოციალურ მედიაში და რას არა. და მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი გამბედაობა ამ ქვეყანაში ბიჭმა მოყვეს, რომ შენ მასზე სექსუალურად იძალადეს მარტო იმიტომ, რომ თავის სიმართლე დაამტკიცოს. მხოლოდ ორი დეტალის თქმა მინდა, ძალიან მოკლედ ვიტყვი. სასამართლო პროცესზე, როცა მე დავიკითხე დაზარალებული სტატუსით, ბრალდებულის ადვოკატი მისმევდა ისეთ კითხვებს, რომელიც მე აღვიქვი სექსუალურ შევიწროებად და ერთი და იგივე კითხვა ზუსტად 50-ჯერ და კი ბატონო, ანუ მაგალითად ის, რომ ეს მომენტი იყო თუ არა სასიამოვნო და მე რამ სიამოვნებს და რატომღაც ცდილობდა აპელირებას, რომ მე თუ მქონია მამაკაცთან სექსი და ეს რამდენად სასიამოვნო იქნებოდა. ძალიან ისეთ დეტალები არის, კიდევ ისეთ თემები არის, რომელზეც საჯაროდ არ მინდა ლაპარაკი, თუმცა ეს ჩემი მხრიდან იქნა აღქმული როგორც სექსუალურ შევიწროება და მთელი პროცესის მანძილზე მოსამართლე იყო მანამ ჩუმად, სანამ მე არ უყვირე, რასაც ქვია პირდაპირ გააჩერე ეს ადამიანი, იმიტომ რომ აღარ შემიძლია მეტი 5 საათი გაგრძელდა თითქმის ჩემი დაკითხვის პროცესი და მაინტერესებს აი გახდეს ხელმისაწვდომი ჩემთვისაც და ჩემი ადვოკატისთვისაც და მიმართა ორგანიზაციებს კიდევ რომ დაინტერესდნენ ამ თემით. ზუსტად ის დეტალი მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი ასეთი სიტყვებით ცდილობდა ჩემი სექსუალურ შევიწროებას, მოსამართლე რას აკეთებდა და რატო არ აჩერებდა ამ მომენტში, იმიტომ რომ რატომ მგონია რომ მოსამართლე ძალიან გულგრილად უდგება. მეორე მომენტი, პროკურატურა არ ცდილობს სიზუსტით მიაწოდოს ინფორმაცია მოსამართლეს. კვალიფიკაციის გარდა არის რამოდენიმე დეტალი, რაც გამოუტოვა პროკურატურამ, იმიტომ რომ პროკურატურის დანაშაული იყო ეს. მეორე საინტერესო ის არის, რომ მას შემდეგ რაც თქვენთან მოვედი, მეორე დღეს იყო სასამართლო პროცესი, მესამე დღეს უბრალოდ იყო სასამართლო პროცესი ჩანიშნული ზუგდიდში და ჩვეულებრივ სასამართლო დარბაზში უნდა დავსწრებოდი პროცესს მე. იცოდნენ რომ მე შეიძლებოდა გამეკეთებინა აუდიო ჩანაწერი, იმიტომ რომ იყო ექსპერტიზის დასკვნების განხილვა და არ მაძლევდნენ უფლებას რომ რაღაცები ამომეწერა. მითხრეს რომ უცებ გადაწყდა წინა საღამოს 9 საათზე მირეკავენ რომ სასამართლო პროცესი იქნება ონლაინ და ვერ დაესწრები, ჩართვა ძალიან გაჭირდებოდა, თუმცა მაინც მე ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისიდან ორგანიზაციის კომპიუტერი ჩავერთვე და ჩემს გვერდით სანამ პროცესი დაიწყებოდა იყო ორგანიზაციის იურისტი და ფსიქოლოგი და უცებ ვინაიდან მე როგორც მხარე არ ვარ და არის მხარე პროკურატურა და რაღაც პროგრამა არის, რომელიც არ ჩანს ეკრანზე ვისი
ხმაც არის მის რო ის ჩართულია თუ არა პროკურორმა რატომღაც მომიხსენია რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი პიდარასტი და ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ პროკურატურისგან მაინტერესებს როცა ჩემს მიმართ მიდგომა ესეთი გაგდა იმის გამო რომ პოლიციელის მხრიდან ვარ სექსუალური ძალადობის ხერხი მიწოდო პოლიციელი როცა იცი რომ თან დაოჯახებული ვარ და ესეთ მიდგომა როცა პროკურორს ჩემს საქმის მიმართ მე ვერ დავუშვებ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცა იყო პროკურატურის მხრიდან რომ ისეთი გაკეთებული რომ მე უნდობლობა მქონოდა არ ვენდო და მით უმეტეს მას შემდეგ რაც მე პიდარასტად მომიხსენია პროკურორმა მე ვერ დავუშვებ რომ ის იყო ჩემი საქმის პროკურორი და ვითხოვ ამ ადამიანის აცილებას და დისციპლინურ სასჯელს რასაც მოითხოვა ჩემმა ადვოკატმა კიდეს და მეორე მინდა საზოგადოებას მიმართო თვლი რომ ამაზე საჯარო საუბარი არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ ჩემამდე ვიზეც იძალადეს, რომ ესაუბრათ ამაზე, მე ცხოვრება არ დამენგრეოდა, იმიტომ რომ 6 თვის წინ მე ცოცხლად მომკლეს, მე 6 თვეა ვერ მუშაობ და ქუჩაში ვერ გავდივარ მშვიდად. იმიტომ რომ ყოველ დღეს საფრთხე მემუქრება, იმიტომ რომ მისმა ოჯახმა რაღაცები გაავრცელა ამ საქმის დაზარალებული რომ მე ვარ. სამსახურიდანაც კი გამიშვეს და ყოველ დღე მაძახებდნენ, რომ ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პოლიციელის მხრიდან ვიყავი ნახმარი, ესე მიწოდეს სამსახურში და გამიშვეთ. ყველაფერი დავკარგე ხალხო, იცით რა არის? როცა ესეთი რაღაცა ხდება, მესმის ძალიან ძნელი ამაზე საუბარი, მაგრამ დროა იმაზე იფიქროთ, რომ ამ ადამიანს თუ არ დავსჯით სამაგალითოდ, ხო, შეიძლება მეორე აღმოჩნდეს და ადამიანები, ვისაც ტალახს მესვრიდნენ, მე იმათ მინდა უთხრა, რომ ჩახედონ საკუთარ შვილებს თვალში და მიხვდებიან მე ეს რატო გავაკეთე, იმიტომ რომ ჩემს ადგილას შეიძლება და მისი შვილები აღმოჩენილიყვნენ და ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო იმის მოსმენა, თუ როგორ ესროდნენ ტალახს და ქვას მათ შვილებს. მე არ მეშინია თქვენი. უბრალოდ მე ვცდილობ თქვენი უფლებები დავიცვა და იმ ადამიანების ხმა და იმედი ვიყო, ვისაც ვერ ბედავს ხმამაღლა ამის ხმას. არ ვიცი, ჩემი მიზანი ის არის, რომ ამ ეთერიდან გავალ, თავაწეული გავივლი ქუჩაში და დავიცავ თითოეულ ადამიანს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დამიშნეს. ორმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გამბედაობა რა. მადლობა პირიქით ყველაფრისთვის, მადლობა მთელ გუნდს და იმ ადამიანებს, ვინც ეხა მიდგანან გვერდში, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ძალიან ცოტანი და მეორე თქვენი გუნდი. მადლობა უნდა გქონდეს ყოველთვის ჩვენი იმედი. ჩვენ ეს დაგვირდით და კიდევაც გეტყვით 100-ჯერ და 100.000-ჯერ რომ ჩვენი იმედი უნდა გქონდეს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. უღრმესი მადლობა. ახლა რაც შეეხება ჩემ შემდეგ სტუმარს, შეიძლება მოგწონდეს ის ან არა, მაგალითად, მისი წაყვანის სტილი, მონოლოგების შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ამ ქვეყნის მედიის ისტორიის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღო და ჯერ კიდევ იღებს. არ ვიცი წლები რამდენ ჟურნალის შემოინახავს მეხსიერების ჩიფზე, მაგრამ მას ნამდვილად. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, ამ არხის მთავარის უნიკალურობას ის არის, რომ თითქმის არავინ ერთნაირად არ ვფიქრობთ. მაგრამ ძალიან მარტივია იმის აღიარება, რომ არის ნიჭიერი და ორიგინალურობის თუ ეპატაჟის ხარჯზე ახერხებს იყოს ყველასგან განსხვავებული. არ ვიცი რამდენად აღიქვით ამბავი, რომ საქართველოში ცნობილი ჟურნალისტის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი გატრუხთა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი მეტი ექშენისთვის საქმის სრულყოფაში მოყვანას ელოდებოდა. უფრო კმაყოფილები დარჩებოდნენ. ყოველ შემთხვევაში მე შთაბეჭდება დამჩა, რომ აი ეს საქმე რო სისრულეში მოსულიყო, აი შემდეგ უკვე აღიქვამდნენ ამბის ნამდვილობას, სერიოზულობას და არ ვიცი, ტრაგიკულობას ხალხო და არ ვიცი, მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა როგორ შეიძლება მიუდგეს, როდესაც იგებს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის მოქალაქე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მის ქვეყანაში მსგავსი ტიპის არ ვიცი, კვლელობა დაგეგმოს. საზოგადოების ნაწილის კრიტიკამდე არ დაგვავიწყეს ჩვენი კოლეგები, რაღაცნაირად პირველ რიგში დაიბნენ ძალიან პირველი პერიოდი, პირველი დღეების განმავლობაში, თუმცა იმიტომ რომ ეს ხარვეზები გამოსწორდა და შემდეგ უკვე ამ ამბის გაშუქება ყველამ დაიწყო, მე გადავწყვიტე რომ ამ თემაზე მონოლოგის ეს ნაწილი გავაქრო და საერთოდ ჩემს კოლეგებზე აღარ ვისაუბრო, იმიტომ რომ შემდეგ მათ სცადეს ამბის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც მინდოდა რომ მათ ცოდნოდათ, რომ ჩვენი არხის, მთელი არხის პოზიცია იყო, რომ ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სადაც არ უნდა მუშაობდეთ თქვენ, რომელ არხსაც არ უნდა მუშაობდეთ თქვენ, ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. მოკლედ, გიორგი გაბუნია ჩემი სტუმარი. გაბუ. მე მინდოდა მეთქვა, რომ დღეს სულ სხვა გიორგი გაბუნია, საღამოშვიდობის. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველა პოლიტიკური გადაცემა მოიარე, ყველა პოლიტიკური თითქმის ყველა ვერ მოვასწარი. ხო, ზოგი ვერ მოასწარი. მე არ მინდა დღეს პოლიტიკურ ნაწილზე საუბარი. მე მინდა ისეთ საკითხებზე და გაგესაუბრო, რაც პოლიტიკურ გადაცემებში ფორმატში არ ჩდება ხოლმე. როდესაც შენ გამოხვედი და დაიწყე საუბარი, მოკლედ ეს შენი გინება
საეთერო გინება იყო, მე ყველა ჩვენ შენ გეხუმრებოდით და გეუბნებოდით, რომ აი ხარ არ გეშინია. ეს რაღაცა მაშინ ხუმრობით იყო, მართლა ანუ მე რომ ყოველ შემთხვევაში მე რომ ამ შეკითხვას ვსვამდი, სრული სიზუსტით კი არ აღვიქვავდი რის უნდა შეგშინებოდა. რაღაცნაირად ჩავთვალეთ რომ ბუნებრივია რომ ხო რა რაღაცა უნდა იყოს. მაშინ მიპასუხე რომ არაო. იმდენად არაო რომ ადექი და ევროპაში მოგზაურობა და გეგმა ნუ ქვეყნიდან გახვედი ძალიან მალე. ახლა მაინტერესებს გეშინია თუ არა ვიცი რომ არა, მაგრამ მაინც სადღაც რაღაც ეტაპზე უშვებ თუ არა რომ ის ადამიანები, რომლებიც ამას გეგმავენ, რომლებიც თან პლუს კიდევ უფრო მეტადიც გიქნევენ, დიდი მასშტაბების, დიდი შესაძლებლობების, დიდი ძალის მქონე არიან და ასევე პარალელურად დასაყრდენი ძალების მქონე ადამიანები არიან ამ ქვეყანაში. ხო, რა თქმა უნდა, ანუ საფრთხეს რა თქმა უნდა ვაცნობიერებ. რა თქმა უნდა ვაცნობიერებდი მაშინაც, როდესაც ვამბობდი, თუმცა მოვიტყუები რომ თქვა რომ ვიცოდი რომ ამ მასშტაბებამდე მივიდოდა ეს ყველაფერი, არა, მაგრამ ხო არის რაღაცები შენც იცი, როდესაც აკეთებ შეიძლება აცნობიერებ რომ ამას შეიძლება ეს მოყვეს, შეიძლება ის მოყვეს რაღაცა. ზუსტად არ იცი, მაგრამ აი მე მაქვს ეს თვისება რომ როდესაც ზუსტად არ ვიცი შეიძლება, ამიტომ ეს არ მაშინებს რომ აი მოდი რა ვიცი რა გამოვა და მოდი ჯობია საერთოდ არ გავაკეთო. არა, შეიძლება ამან პირიქით მიმიზიდოს და ვთქვა ის და აი ვნახოთ ახლა რა მოხდება. და ასე შემდეგ ძალიან ხშირად საბოლოო ჯამში არ ვნანობ ხოლმე მე. აი იმასაც რაც მეკითხებიან აი რომ დაბრუნდე უკან აი ახლა რომ ნახე რომ არც გეკითხები იგივეს ვისამდი. აუცილებლად იგივეს ვისამდი, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ შეიძლება ბევრი ჩემთვისაც არ არის ეს მარტივი, უმძიმესია, მე კიდევ კარგად გადამაქვს ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა ამის საერთოდ ასე გადატანას. უმძიმესია, მძიმე ტვირთია, რომელიც შეიძლება ბევრმა მithქოს რომ ასე აიღე ეგ ტვირთი, მე ვინ გეხვეწებოდა და მდგარიყავი ჩვეულებრივად წაგიყვანა, ხო? ის გადაცემა. მე ვთვლი რომ ამ პროცესმა თავის ძალიან ბევრ სირთულესთან ერთად ბევრი კარგიც მოიტანა. ლუსტრაციის თვალსაზრისით დღემდე გრძელდება ეს რა ხდება, როცა მეც კიდევ გაკურვებული ვრჩები, ნუ ხელისუფლების სამწუხაროდ ხელისუფლების ლუსტრაცია ჩვეულებრივი ადამიანების რიგით, აი რიგითი ადამიანებიდან დაწყებული ხელისუფლებამდე ლუსტრაცია ხდება რეალურად იმ ღერძის, რომელმაც მოიყვანა ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში. ხო? კატასტროფა გვჭირს ერს მე. ხო, მაგრამ ნახე რა არის, ხო არის, თავარია რომ ჩვენ რაღაცნაირად ადამიანებს ვაკრიტიკებთ და ნებისმიერად ჩვენგანო იცით რა გამოწვევის წინაშე ვდგებით. ანუ როდესაც რაღაცას გადიხარ, ზუსტად იცი ფიდბექი რა გექნება, შეიძლება სრული სიზუსტით არის, მაგრამ სავარაუდოდ მაინც იცი, აი დაახლოებით მაინც წარმოგედგინე რომ ერთ დღესაც გამოაცხადებდი ნიუს, ან მოისმენდი ნიუს რომ კილერი იქირავა არა, ვიხდი. რუსეთის მოქალაქე ამ მასშტაბებს თუ წარმოიდგენდი. თუმცა როდესაც ნახე, როდესაც მე პუტინს მივმართე და კიდევ ერთხელ მომფეს იყო მინდოდა რომ პუტინამდე უფრო მარტივად ჩასულიყო, იმიტომ რომ მაშინ ზუსტად იგივე ტექსტი ქართულად მეთქვა, მაგრამ სხვა არის, ხო ხდები მე ვიღაცა თარგმნის რაღაცა სრულიად სხვანაირად მოქმედებს მის სცენაზე რო ელაპარაკები პირიქით და ფაქტია რომ ეს მივიდა. მე ვიცოდი რომ დიდი რისკის ქვეშ ვდგებოდი, მაგრამ ესე რეალისტურად მაინც ვერ წარმოვიდგინე, თუნდაც ჯერ ვიდრე აქამდე მივიდოდა იმას რომ პუტინი გამოვიდოდა და დაიწყებდა ამაზე ლაპარაკს დეტალებში, მე კიდე კადიროვი გამოხტებოდა და აქამდე მთლად რომ საქართველოში ახლა კილერს გამოაგზავნებდა და რაღაცა არა. მაგრამ დიდი რისკის წინაშე რო ვდგებოდი, ვიცოდი. თუმცა მაშინ იცი რა იყო, აი რასაც შენ ამბობ, ალბათ ჩემი გარემოც მაინც ასე რეალურად ამ საფრთხეს არ აღიქვამდა, თუმცა მე უბრალოდ არ გამიშვებდნენ და აბა ახლა გავბედო, დაცვა ისე მყავს გაცილებული რომ აბა გავბედო ახლა რომ დავაწვე და წავიდე სადღაც საზღვარგარეთ. ახლა არ წარმოვიდგინე რომ ერთ თვეში ვიყავი უკვე საზღვარგარეთ და იქვე შემომითვალეს პირველად. სწორედ ჩეჩნეთიდან შემდეგ აი პანკისელების გავლით და რაღაცა მოვიდა ჩემამდე ხმა რომ აი ესე ზუსტად უცხოეთში რომ დაბოდიალებს, მან ვიპოვით ძალიან მარტივად. ანუ შენ რისკები პრინციპში ძალიან მალევე ახმადი იყო შენთვის, იმიტომ რომ იგითვრიდნენ, იმიტომ კი, შემომითვალეს და იქ მე ჩემს მასთან ერთად და ჩემ ძალთან ერთად ვიყავი და ისინი ისეთ პანიკაში ჩავარდნენ და ნერვიულობდნენ და მე იქაც მაინც აი ახლა უნდა მისურყო გადასულიყო თემაზე ძმა, ძალი, დედა, მამა, ამ ადამიანებზე თუ ფიქრობ ასეთ დროს. ფიქრობ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ როდესაც რაღაცნაირად სულ არ ვაპირებდი აგრეთვე აი რამდენიმე წლი თუ უკან რო დავბრუნდე, საერთოდ ამას ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ მასშტაბის პროცესებში ვიქნებოდი ჩართული, მაგრამ რაღაცნაირად ხო ხდება შეიძლება შენ დაუნებურათაც მოხდე ამ ყველაფერში და როდესაც ხდები კი გაქვს არჩევანი რომ
წავიდე უკან, იმისათვის რომ საკუთარი სიმშვიდეს შევინარჩუნო და უკან არ წახვიდე. ნაცილია რომ უკან წავიდე გულისხმობ, აი თქვა რაღაცეებზე უარი თქვა იმისათვის რომ შემიძლია ხო საერთოდ წავიდე თქვა სიტყვაზე ტელევიზიიდან. ან არ წახვიდე, მაგრამ რაღაცა მაღალი რისკები და არაფერი რაღაცა ნეიტრალური, ან რაღაცა გრძნობ რომ ხშირად არის კიდევ ერთხელ რაღაც ინტუიცია კანახობს, რაღაცა ძალას გრძნობ, რაღაცა სტიმულს, რაღაცა იმპულსს გრძნობ შენში, რომელიც გიბიძგებს და გეუბნება გააკეთე ეს, გააკეთე და იცი რომ რისკია შეიძლება ეს რისკი კიდევ უფრო გაძლევს სტიმულს რომ ეს ყველაფერი გააკეთო და იცი რომ შენი ახლობლები პირველ რიგში შენი მეგობრები აგრეთვე საფრთხის წინაშე დგებიან და ელემენტარულად რაღაც რეალური საფრთხე რომც არ იყოს ნერვიულობენ ელემენტარულად. ხო, ეს ხო ეგოიზმია. და სატანია მესმის, მაგრამ ასეთ ძიმე ნაბიჯებს ვინც გამსხმ ძალიან ბევრ ადამიანს უწევს ასეთის გადაგმა, მაშინ ვერავინ ვერ გააკეთებდა ვერაფერს საბოლოოდ. ანგარიშების აი რამდენი სხვა ადამიანია რომელიც აი უბრალოდ მარტო ოჯახსაც კი უბრალოდ რომ ასეთი ფორმით ანგარიში გავწვი რომ არ ინერვიულოს, მაშინ ჯარში ვერავინ ვერ საერთოდ მესმის. საერთოდ ვერაფერს. ზოგი შეფასებაშიც ვერ გამოვიდეს. ხო, კი. ფიქრობ თუ რა ძალიან უცნაური ჩემთვის რაც დაალაგდა არის ის რომ სუსის პოზიცია, ხო სუსის სწორად ვამბობ, ხო პოზიცია რაღაცა თითქოს ეს ამბავი შემოგვიგდეს გაავრცელეს, იმიტომ რომ ჩვენმა კოლეგებმა ფორმულადან გაავრცელეს პირველად ეს ფორმულა იყო ნამდვილად და ამის შემდეგ რაღაცნაირად თითქოს თემასთან დადისტანცირდნენ. იმიტომ რომ დეტალები არ დაწერეს, იმიტომ რომ რაღაცა ინიციალებითაც კი არ მოგიხსენიეს. არა, თან ეს კიდე ცალკე სასაცილო და ხო, ანუ უცნაური განცხადებებში პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ჩანს რომ გულისხმობენ რომ კი ეს გიორგი გაბუნია ოღონდ თქვა აი სახელის არ შეიძლება. ხო, აი რაღაც უცნაური ამბავია. ხომ არ ფიქრობ რომ ძალიან ბრუსით არის მოცული ეს ამბავი და ბევრი კითხვის ნიშანი იმალება ამ ამბავში რომელიც იცი რა მე ვთვლი შენ მაინც ვთვლი რომ შეიძლება ფორმულამდეც კი სუსის გავით სუსიდან გაჟონა გამორიცხულია ხო იცი როგორ არის არ ვიცი მაგრამ ვისგან გაჟონა ნებისმიერ აი ცოტა მე არ რჩება მოდი ხო არ ვიცი მე არ რჩება შტაბში რომ თლად გამისნულად გაჟონა და ეს გადაწყვეტილი იყო მთლიანად ნაწილი იყო ამ სპეცოპერაციის რომ ჩავატარებთ და გადაწყვეტილი იყო რომ შემდეგ გაჟონოს იმიტომ რომ შემდეგ აი ეხლა ეთქვათ როგორც წესი როდესაც დაგეგმილად აკეთებენ ძალიან წყობლად გამოდიან ხოლმე განცხადებები ზუსტად იციან რა უნდა თქვან როგორ თქვან აქ შენ შეამჩნევდი რომ აი დიდი პაუზა ქონდათ რომ ფაქტობრივად ეხლაც კი ჯერ არ იციან როგორ თქვათ მე პირიქით შტაბში მომრჩება რომ მათ არ უნდათ რომ ეს გაჟღერებულიყო აი ეს საუბარიც და ყველაფერი საერთოდ არ აწყობდათ არანაირად ფაქტია ძალიან დადისტანცირდა მათთვის უკეთესი იყო რომ აი ეს ბრალდება რაც წარუდგინეს რომ რაღაცა დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს ადამიანი და ეს ჩაიფარცხებოდა ეს 1-2 სიუჟეტი და როგორ გონი ამის მიზეზი რა არის რომ პუტინთან ამბიენის მოჩლექვის ამბავი და ის რომ ბედავი ეს ლაპარაკი ხო ატყდა და ეხლა წარმოიდგინე ის საერთაშორისო დონეზე შუქდება რომ პუტინმა გააგზავნა მკვლელი თავისი კადიროვის გავლით ჟურნალისტის მოსაკლავად ეხლა ჭირდებოდა ეს ქართულ ოცნებას არა დამუყურა საინფორმაციო გამოშვება ხო უყურა მამამაც უყურა რაღაცა ნუ ძალიან ნერვიულობდა და დიალოგი თქვენი რა იყო იცი თითქმის არ გქონდა უბრალოდ მე დავურეკე სხვადასხვა მე ვერ მოვასწარი იმიტომ რომ ძალიან უცბად მოხდა ეს ყველაფერი ჩემმა ძმამ დაურეკა გააფრთხილა რომ იცოდეთ რომ ესეთი რაღაცაო და რომ მე არ ენერგიულად და მე იმის შემდეგ ველაპარაკე და აი მამა ჩემიც კი ახლა ხვდები ხმით რომ აი აცრემლებული მელაპარაკებოდა იმიტომ რომ საშინო მდგომარეობაში არიან რომ ვერაფერს ვერ შვებიან მხოლოდ ის რჩებათ რომ ინერვიულად ხო ვერაფერს ვერ შვებიან ხო აი ვერაფერს ვერ შვებიან თან ჩემი ხასიათი იციან უკვე დიდი ხანია იციან რომ აზრი არ აქვს რომ მითხრა რომ არ გააკეთო და არ ქნა მაგას აღარ მეუბნებიან საერთოდ თორე იყო პერიოდები რომ უბრალოდ კი არ მეუბნებოდნენ მეჩხუბებოდნენ რომ რა გინდა რატო აკეთებ რაღაცა ეხლა უკვე პერიოდი გაიხდა იციან რომ აზრი არ აქვს ჩემთან და უბრალოდ ნერვი უცნაური ის მოხდა რომ მათ შორის ადამიანებსაც კი რომლებსაც შეიძლება ფორმაზე მეტად არ მოეწონათ ეხლა ამაზე ლაპარაკი საერთოდ აღარ მაგრამ მაგაც ვიტყვი რომ ფორმა ეს არის ერთ-ერთი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა თემაზე რომ ხუმრობ სულ არის ხოლმე ამაზე ლაპარაკი და მე ჩემთვის მეღიმება იწყებენ ხოლმე იმის განხილვას რამდენად გემოვნებიანი ხო აი ზუსტად ან იწყებენ ლაპარაკს რამდენად ჯდებოდა ჟურნალისტურ სტანდარტებში და მე ჩემთვის მეღიმება ხა ვინმეს გონია რომ მე რომ ამას ვამბობდი მეგონა რომ ჟურნალისტურ სტანდარტებში ჯდებოდა მეგონა რომ გემოვნებიანი იყო ან რაღაც ტილოს კი არ ქმნიდა ისა არის სპეციალურად ნახე რა არის ვაპარაკობ ნაგავზე და მე ესეთი მაგ ნაგავს კი არ ვაფორმებ და ლამაზად კი არ გთავაზობ ნაგავს ნაგვის ფორმით რომ აი სუნი ასდიოდეს ისე რომ შეგაწუხოს რომ აი გვერდით რომ ჩაივლი იძულებული სანაგვეში ლამაზ სანაგვეში კი არ ვდებ არა არ ფუტავ აი შიშველ ნაგავს გთავაზობ ფორმატ სპეციალურად მივედი რომ იყო საზიზღრობა რომ აი გვერდს რომ ჩავული და ნაგავი რომ სუნით შეგაწუხებს აი ეგეთი უნდა ყოფილიყო კი იმ საზიზღრობაზე რასაც ვაპარაკობ იგივე ფორმით მესმის და მთა და მე მაინც ფიქრობ რომ სხვა ასე რო არ ყოფილიყო ვერ გამოიწვევდი არა ვერ გამოიწვევდი აი ხაც კი რომ
მთავრებია რაც ვთქვათ ხო და პუტინ ხუილოს ხო ყველა პუტინ ხუილო ყველა ამბობდა და იქ მთელი აქცია შენიშვილიც აგერ იღებდა მონაწილეობას და იქ ეს მასობრივი რაღაცა და უკვე ცოტა ის იყო რა აი ჩაოლებრივი ამბავი იყო და საზღვარგარეთაც იძახიან და ბევრს ეგონა რომ მან დავამთავრებდი და მე კიდე რომ დავამატე და მე ცოცხლები რო აღარ ვიკვარე და იქით რო გადავედი აი უკვე და ნუ ეფექტი იქონია, თუმცა კიდევ ერთხელ მომოფ, ახლა მეც არ მქონდა მოლოდინი, რომ ასეთ დონეზე. არა, ეს იყო ყოველ წარმოუდგენელი, ხო, ეს იყო ყოველ წარმოუდგენელი და მე მართლა მგონია, რომ არა. იცი რა არის, შენი შემდეგი რეაქცია შეიძლება ველოდოთ, მაგალითად, რომ დავაანონსო ჩემი გადაცემა კიდევ უფრო რაღაცა მძაფრს, ახლა? იცი რა ნახე არის ჯერ ესეთი მე არ მიყვარს ხოლმე რასაც ერთხელ გავაკეთებ მეორე გამეორება აი იგივე ეფექტი ქონია მოდი იგივე ვქნა ეს არა იმიტომ რომ აქამდე შემეძლო ეხლა ხო ისევ კიდე შევიგინო რაღაცა არა ერთხელ გავიარე საკმარისია უკვე ვამბობ კიდევ ერთხელ კადიროვზე დღეს ბევრჯერ მკითხეს რომ აი ისევ გემუქრება რა ისევ მემუქრება და ჩემი პოზიცია ზუსტად ისეთია და საერთოდ არ ვთვლი აუცილებლად რომ კიდე ეხლა გამოვიდე და რამდენჯერაც კადიროვი რა არის საერთოდ პუტინი მოდი ნახე ტერია და ვაღიარებ მაინც ვტრა და კადიროვი რას წარმოადგენს საერთოდ ხო ის პუტინი პერსონა ტერია ყველაზე სახიფათო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა ხო დედამისის სამწუხაროდ თავის ძალაუფლებას კატასტროფულად და ცუდად იყენებს მაგრამ ვაღიარებ როცა მტრად აღიარებ ადამიანს ესე იგი ხო მე ნებისმიერ ტიპის აღიარება კადიროვი რაღაცა გაუპარსავი კარტოფილი სპორტულ ფორმაში გამოწყობილი რას წარმოადგენს საერთოდ პუტინის გარეშე და რაღაცას იბრიქება და ისა თუმცა რა თქმა უნდა რეალური საფრთხე იმიტომ რომ მთელი ტრაგედია მაგაშია რომ ასეთი რაღაც კარტოფილისთვის აქ ხელში ჩაგდებული მიცემული ამ ხელს კადიროვის დაცვა ნანახი გეხვეწები რა ხო და მაგრამ ფაქტია ნუ კრიმინალია ჩვეულებრივი და აქვს ეს კარტოფილში მიცემული რომ რაც უნდა შეუძლია აკეთოს რომ თვითონაც კი აი პირადად მას რომ მიაყენებენ შეურაცხყოფას ასეთ ადამიანებს აკრობს და ყავს და რაღაცა ოღონდ იქიდან რაღაცებს მithulis განცხადებებს შეუთვალოს იმას და შეაშინოს იმას ვისაც ეშინია იმისი რომ მომკლავენ მომკლას არ მეშინია და შესაბამისად ვერ შემაშინებს მისი რაღაც მუქარებით. ხო, მაგრამ მგონია რომ თლათ მარტოში შე არ არის მაშინ ძალიან ბევრი ვსაუბრობთ იმაზე რომ ფორმებზე შეიძლება საკამათო ყოფილიყო, მაგრამ მაშინ შენ თითქმის არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი სათქმელი თქვი. ქართველი ყველათან ასე ამბობდა ფორმულირებაც ეს იყო კი ვეთანხმები კაცო განა არ ვეთანხმები რა თქვა მაგრამ და შემდეგ იწყებოდა უკვე გემოვნების ნაწილზე და ასე დამოკავათი რაღაცებზე ხო რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ვინ რას ფიქრობდით ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს ისე განვითარდა მოვლენები დღეს აბსოლუტურად ყველა სხვაგვარად ფიქრობს მე ვფიქრობ რომ არ ვიცი ამ სტუდიაში ამ წამყვანის ჩვენი თანამშრომლების ყველა ფორმით უნდა ვთქვათ და მაყურებლებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ ბევრნი ვართ იმიტომ რომ ერთი გიორგი გაბუნი არ იქნება, ღმერთმა 100 წელი ამყოფოს და 100 წელი იქნები, მაგრამ სამაგეროდ ხვალ ეს ფაქტი რომ ისე დამთავრებული იყო როგორც მათ სურდათ, მიიღებდნენ ძალიან ბევრ გიორგი გაბუნიას, მიიღებდნენ იმდენი გიორგი გაბუნიას, რომ აი წარმოუდგენელი ყველა ეთერი დაიწყებოდა იმ სიტყვებით, რომელი ხო ხვდები რა ზღის შესაბამისად აი ძალიან მარტივია რა. უკვე ეფექტი იქნებოდა და მათ შორის უკვე შემდეგ შესაბამისად კადიროვი არ არის. აი ცოტა ხო იცი როგორ გახვედე? ბაბაყურება. ანუ შესაბამისად ვითომ აქ ისევე როგორც მარტო ეს ხომ არ არის ხო საფრთხე რომ აი გიორგი გაბუნია არის ხო? როდესაც ამბენ აგ ცნობილი ჟურნალისტი იმაზეც კი არ არის საქმე ხო რომ თუ ცნობილი ჟურნალისტი ხარ უია არ შეიძლება შენზე დამუქრება და რიგით მოქალაქეზე შეიძლება არც რიგით მოქალაქეზე არ შეიძლება მაგრამ ცნობილ ჟურნალისტზე როდესაც ახდენ თავდასხმას ეს არის მათი მიზანი რომ ეფექტი ბევრად უფრო დიდი იქნება და დაშინების ეპოქაში მე არ მეშინოდეს გასაგებია ვთქვათ და მით უმეტეს თუ მოვკვდი რა ღაზრი აქვს მეშინოდა თუ არა მაგრამ დააშინებენ მთელ ქვეყანას და სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ ჩვენს ქვეყანაში მე იმედი მაქვს რომ ამ შიშს დაძლევს საქართველოს მაგრამ ქართველებში შიში მაინც არის კი არის სამწუხაროდ მესმის რომ ამს ობიექტური მიზეზებიც აქვს მაგრამ სამწუხაროდ კიდე საბედნიეროდ ჩვენ ვნახულობთ იმ ადამიანებსაც ვისაც არ ეშინიათ კი არა პირიქით ხო ხვდებით კიდევ ნახეთ 20 ივნის ერთი წელი შესრულდება აგერ ძალიან მიხარია ახალგაზრდა თაობა რომელსაც არ შეშინდა და ფაქტობრივად იგივე გააკეთა რაც მე უბრალოდ მე ეს იმისათვის რომ უფრო მისულიყო პირდაპირ კაცის ხურამდე და ცოტა უხეშად და ვერ აერიდებინა ხური ჩემი სიტყვებით ცოტა უხეშად გავაკეთე გაბუ გისურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს დიდი მადლობა ჯერჯერობით ცოცხალი ვარ მადლობა ასე იქნება არ გადაერთოთ რეკლამის შოელები შემდეგ ჩვენ მივდივართ ქვიშხეთში სამოგზაუროდ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მანამდე ვიდრე დაგემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე უნდა მოგიყვეთ ქვიშხეთზე რომელიც არის საქართველოსთან ძალიან ახლოს
ზოგადად მე ვფიქრობ, რომ წელს იქნება ძალიან აქტუალური საქართველოში მოგზაურობა, ანუ ყოველ შემთხვევაში აქტუალური ზოგის სურვილისამებრ, ზოგის იძულებაც მოხდება, იმიტომ რომ ადამიანებს არ ექნებათ მე ვფიქრობ იმის საშუალება, რომ ბევრი მოგზაურონ ქვეყნის გარეთ, მაგრამ მანამდე აუცილებელია ფასების დარეგულირება ბიზნესის მფლობელების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, არ შეიძლება ამ ქვეყანაში უფრო ძვირი ღირდეს დასვენება, ვიდრე იტალიაში გაფრენა, ჩამოფრენა, დასვენება და კარგ სასტუმროში ცხოვრება და აუცილებელია მომსახურებების სერვისიც. მოკლედ, ამ ყველაფრის დარეგულირება შიდა ტურიზმის განვითარებაზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, მაგრამ მანამდე ვიდრე გაერკვევით, სად უნდა წახვიდეთ, მე მოგიყვებით ქვიშხეთზე. სადაც ჩავედი დაახლოებით საათნახევარში 2 საათში, სასტუმრო, რომელიც ახლახანს გაიხსნა, ქვია მწერლები ამ სასტუმროს. ვნახე გარემო, ვნახე ის სიმწვანე, რომელიც არის ირგვლივ ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ადგილმდებარეობა რომ ამიხსნეს ქვიშხეთის, გამიკვირდა ის, რომ გამოვედი აივანზე, მეგონა რომ ვიყავი ყაზბეგში. ისეთი გარემოა, იმიტომ რომ არის სულ მთები. სასტუმრო, მომსახურეობა, ფასები, ეს ყველაფერი, უბრალოდ ეს ადგილი ქვიშხეთი არის ნამდვილად, სადაც ჩემს მიერ ჩამოთვლილს აბსოლუტურად ყველაფერს ძალიან კარგად, ყოველ შემთხვევაში ფასები მეგობრულია, ადგილი კარგია, სასტუმრო კარგია, მასპინძლები ბავშვები არაჩვეულებრივი მყავდნენ, ერთი ის გადაგვრჩენია, რომ ახლა ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება მიიღოთ, როდესაც ქვეყნის შიგნით მოგზაურობას დაგეგმავთ, რომელი ადგილი უნდა ეჭეროს ქვიშხეთს. სულ რაღაც საათნახევარში ჩამოვედი ქვიშხეთში, არავის გაგიკვირდებათ ჩვენი გასვლითი გადაცემა, თუმცა ეს გადაცემა ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებული იქნება იმით და ზოგადად სხვა ნანუკაში ყველა გასვლა ნანუკაშოვსგან განსხვავებული იქნება იმით, რომ ჩვენ ამჯერად არ ვიქნებით ცნობილი ადამიანების მასპინძლები, ჩვენ უცნობებს ვატარებთ იქ, სადაც ჩვენ წავალთ. რატომ ქვიშხეთი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახალია ეს სასტუმრო და შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ პირველი სტუმრები ვართ და მეორე იმიტომ, რომ არის ძალიან ახლოს დედაქალაქთან, მესამე იმიტომ, რომ არის არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის, მეოთხე იმიტომ, რომ არის კარგი მათთვის, ვისაც ფილტვების პრობლემა აქვს და ვინც ზოგადად ვერ ახერხებს წასვლას შორეულ კურორტებზე, იქ სადაც ბევრი ჟანგბადია, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ეს ბუნებაა და იმიტომ რომ ეს საქართველოა, სადაც მე ვფიქრობ, რომ სასურველია თუ წელს მეტ დროს გავატაროთ, მაგრამ მეტი დრო რომ გავატაროთ საქართველოში, ამისთვის აუცილებელია მომსახურეობაც, სერვისიც და დაბალი ფასებიც. აქაურობა სამივე საკმაყოფილებს. სტუმრები დღეს არიან ბავშვები, ალექსანდრე და დემეტრე. დემეტრეს შევხვდი ჯერ კიდევ 5 თუ 6 წლის წინ ანუკა შოუში, ალექსანდრესთან პირველი შეხვედრა მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანს ძალიან კარგად იცნობთ თქვენ, ჩემი მაყურებლები. ამიტომ თქვენ იყოთ ჩემი მასპინძლები და თქვენ მოუყვეთ ბავშვებს, რატომ უნდა ჩამოვიდნენ აქ? ზოგადად ქვიშხეთი არის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზაგასაყარზე. ეს არის მწვანეში ჩაფლული და ულამაზესი სოფელი. ქვიშხეთი ეს არის ის ზაფხული, რომელიც დაწყებულა, თუმცა არასდროს დამთავრებულა. როგორც ვიცით, ქვიშხეთის ჰაერი განშღენთილი არის ჰაერითა და ოზონით. ამას კიდევ აი შავი ზღვიდან წამოსული იოდით გამდიდრებული ჰაერი, ეს ყველაფერი მატებს სამკურნალო ეფექტს ქვიშხეთის ჰაერს. კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ სოფელი ქვიშხეთის სამი მხრით მთებით არის გარშემორტყმული. ეს არის კავკასიონის, ლიხისა და თრიალეთის ქედები. ეს არის ზუსტად საქართველოს ბუნება, იმიტომ რომ საქართველოს აქვს უნიკალური ბუნება და გარემო. და ეს მთის ენერგეტიკა, ეს ლანდშაფტი ისეთ ეფექტს მატებს აი ამ ქვიშხეთის გარემოს, რომ ამ ტერიტორიიდან წასვლა ცრემლებისა და სინანულის გარეშე ნამდვილად შეუძლებელია. აქ თავის დროზე ცხოვრობდა დიმიტრი ყიფიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადო მოღვაწე, ერისკაცი, პუბლიცისტი. მისი მამა ქოჩო ქვიშხეთში აბაშიძეებთან იყო მოურავი, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო გადავიდა ფოთში კი არ გორში, სოფელ მერეთში, სიძედ
და სწორედ აქ დაიბადა დიმიტრი 1814 წლის 14 აპრილს და აი თან დამთხოვაა რომ 14 აპრილი როგორც ვიცი დედაენის დღეა და ასეთი სიმბოლური დამთხოვა არის. დიმიტრის არც თუ ისე კარგი ბავშვობა ჰქონდა, რეალურად ცუდი, იმიტომ რომ მალევე დაობლდა დედმამით და 20 წლით უფროსი ძმის ქაიხოსროს ამალა დარჩა, მაგრამ ქაიხოსროც ისევე ზრდიდა, როგორც საკუთარ შვილს. იმდენად კარგად აღსაზრდელი და იმდენად მორჩილი ყოფილა, რომ შემდეგ შეუთავაზებიათ, რომ გამოსული იყო ლექტორი. მაგრამ ასაკი არ უწყობდა ხელს, ჯერ არ იყო ასაკის, რომ ლექტორი გამოსული იყო, მაგრამ მიდგნენ, მოდგნენ და ასე ვთქვათ, უშოვეს წლები. ეს როგორ? პატარა ნეპოტიზმი მაშინა დიმიტრი ყიფიანის დროსაც იყო. დიმიტრი ყიფიანის დროსაც შეიძლებოდა ასეთი პატარა ნეპოტიზმი, იმიტომ რომ თვითონ კადრი იყო აი ბრწყინვალე. ასწავლიდან ქართულ რუსულ ენებს, გეოგრაფიას, არითმეტიკას და სუფთა წერას და ამიტომ დაუხუჭეს რაღაცეებზე თვალი. და იმ ახლა მე პირადად რომ ყოფილიყავი, მეც დაუხუჭავდი ასეთ ბრწყინვალე კაცს თვალს. ნეპოტიზმის პოზიტიური კონტექსტიც გავიგე პირველად, მე მგონი როგორც იქნა. დიმიტრის გააჩნდა საზოგადოებრივი საჭიროების შეგრძნების საოცარი ალღო და რაც კი მნიშვნელოვანი მომხდარა მე-19 საუკუნეში მის გარდაცვალებამდე, ყველაფერში მისი ჭკუა და გონება ერია. თანამონაწილეობას პრინციპში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში ხო არ ჩამოვთვალოთ? დიახ, ჩამოვთვალოთ, ეს იყო მაგალითად საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, ჟურნალ ცისკარის დაარსება, კულტურის სახლები გამრავლა მთელს საქართველოს მასშტაბით ეკლესიების დაარსებაში დიდი წვლილი მიიღო, ასევე გამრავლა სკოლები და ასევე ბანკის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა და აი როგორც ერთ-ერთი ქართული ზღაპარი გვეუბნება გმირზე, ჩაიცვა რკინის ქალამნები, აიღო რკინის ჯოხი და გროშ-გროშად დაიწყო აი ამ ბანკისთვის საჭირო ფინანსების შეგროვება. ზოგადად დიმიტრი დიდი სიმპათიით სარგებლობდა მთლიან საქართველოში, ამიტომ უამრავმა ადამიანმა თავისი წვლილი შეიტანა ბანკის დაარსებაში. სწორედ მისი რეპუტაციის და ავტორიტეტის გამო. და აქ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძალიან ცნობილი და გავლენიანი მწერლები ჩამოდიოდნენ და ერის საკითხებს თავიანთ ფურცელს, კალამს და შთაგონებას აბარებდნენ. ტიციან ტაბიძე, გია ქარჩხაძე, ჯემალ ქარჩხაძე, გალაქტიონ ტაბიძე, გია შაჰნაზირი და აქ ისვენებდნენ, ოჯახებით ჩამოდიოდნენ, ხოლო თვითონ ძირითადად ჩაბატკვირას ჩამოდიოდნენ, ისვენებდნენ, აქ საბჭოთა მენტალობისგან ისვენებდნენ და თავისუფლებას გრძნობდნენ და შედეგად წერდნენ ერის მთავარ საკითხებს. ამბავი მინდა მოუყვე, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაქტიონი ისვენებდნენ აქ ავივანზე ერთმანეთს დილა შეხვედრიან და კონსტანტინე მიესალმა გალაქტიონს დილამშვიდობისა ლომო და მოეწონა გალაქტიონსაც ეს ქათინაურია, თვითონაც ქათინაურით უპასუხო დილამშვიდობისა ვეფხო და ასე გრძელდებოდა მეორე და მესამე დღესაც, მაგრამ მეოთხე დღეს მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხობა და ასე მიესალმა დილით გალაქტიონს დილამშვიდობისა ვეფხო. თანაც აინტერესებდა ახლა თუ რას უპასუხებდა გალაქტიონი. გალაქტიონმა თითქოს იუყადრისა ვეფხობა და მარტივად მიიღო. დილამშვიდობისა კოცია. ახლა მე ამხელა ლომკაც ვეფხვი მაკადრაო? მე ვარ ალექსანდრე ხუნძაკიშვილი, 14 წლის და მე დავწერე ერთ-ერთი ინგლისური წიგნი, რომელიც არის Amazon-ზე. ეს წიგნი არის სათავგადასავლო ფანტასტიკა და პერსონაჟები გამოყენებული მაქვს ცნობილი ვიდეო თამაშიდან, რომელსაც ჰქვია Minecraft და ეს ძალიან გავრცელებულია. მე ვარ დემეტრე ახალაძე, 12 წლის. ზოგადად მიყვარს ისტორია და მათემატიკა, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და სხვა შორის ახლა ამ კორონას პერიოდში ანა ფრანკის წავიკითხე, რომელიც დგავს რეალურად ჩვენ სიტუაციას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ომიანობის პერიოდი არ არის, მაგრამ ჩვენ იზოლირებული ვართ, შეიძლება ითქვას და თემატიკურად გავს ჩვენი მდგომარეობა ანა ფრანკის. როგორ შეგიყვარდა წიგნი? აი როგორ მოხდა შენი დამეგობრება? წიგნის ჯერ კიდევ კითხვა არ ვიცოდი, როდესაც დედა მიკითხავდა ენციკლოპედიებს და ბავშვობიდანვე შემიყვარდა კოსმოსი და ასე პლანეტები. ანუ მაინც მშობლების ძალისხმევა საჭიროა. და კიდევ მშობლები მაძლევენ თავისუფლებას და არჩევანს. მეუბნევიან რომ შეგიძლია გახდე ასეთი ან ასეთი, შეგიძლია. დიახ, თუ შენ გინდა რომ მიაღწიო, შენ უნდა აიღო წიგნი ხელში, შენ უნდა წაიკითხო მეტი, შენ უნდა გაიცნო, ისწავლო და თან მიხსნიან ისეთ ენაზე რომ მე გებულობ და ჩემში მოტივაციას მაძლევენ რომ და გეუბნებიან რომ თუ გინდა მიაღწიო, თუ გინდა არა.
მაგრამ მიღწევის გზებსაც გასწავლებენ და თუ ვერ მიაღწევ შემთხვევაში ვერ მიაღწევ. და შენ აირჩიე რომ მიაღწიო. დიახ, მე ავირჩიე რომ მივაღწიო. ზოგადად გიждები კოსმოსზე და კოსმოსში ვხედავ კაცობრიობის მომავალს. აი მაგალითად ახლა რომ საუბრობენ იმაზე რომ მარსზე გადასვლის გეგმა აქვს ილონ მასკს, რომ შესაძლოა ერთ დღესაც რაღაცა კაცობრიობა რადგან გეჩვენება? დიახ, ხედავ რეალობას, თუ ადამიანები დაივიწყებენ პოლიტიკურ კონფლიქტებს და ერთ მუშტად შეიკრებიან ერთი პროექტით და ერთი შემართებით, რადგან თუ ჩვენ უსხილავ კედლებს ავაგებთ საზოგადოებებს შორის, ამით მხოლოდ დავანაწევრებთ ერთმანეთს და თუ ჩვენ პოლიტიკურ კონფლიქტებს შევქმნით და დავანაწევრებთ ერთმანეთს, ასე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენია რომ მარსზე გადავიდეთ და რა უნდა და მარსზე უნდა გავანადგუროთ, დედამიწას ხო ვანადგურებთ და ხა წავალთ და იქაურობას მოусვათ. ის დედამიწის რესურსები ლიმიტირებულია და ამისათვის ადამიანმა უნდა გაიხედოს დედამიწის გარეთ კოსმოსში, რადგან კოსმოსში ხომარჯებია რომ ამ ლიმიტირებულ რაღაცებს უფრო მეტად მოვუაროთ. ჩვენ ორ მხრივად უნდა წავიდეთ. ერთი რომ უნდა მოვუაროთ ამ ლიმიტებს. მარსს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ დასახლებად ზონაშია მზის სისტემაში მხოლოდ დედამიწა და მარსია, რომელზეც დასახლება შეიძლება. აგრეთვე არის საკმარისი მიზიდულობა, არის აზოტი მის ატმოსფეროში და შეგვიძლია ჩვენ ატმოსფერო მოვაშინოთ. კიდევ არის მოსაზრებები, რომ ამ პლანეტაზე ცხოვრობდა ადრე ცივილიზაცია, ან ზოგადად ჩვენ ვართ უკანასკნელი, ერთ-ერთი უკანასკნელი ცივილიზაცია, რადგან სხვა ცივილიზაციები განადგურდნენ ამ დროის განმავლობაში და მეორე არის, რომ ჩვენ იმდენად ახალი ცივილიზაცია ვართ და სხვა ცივილიზაციები იმდენად დახვეწილნი არიან, რომ უბრალოდ ჩვენ მნიშვნელოვნად არ გვთვლიან ისინი.